მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. სახალხო დამცველი წლებია უკვე მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ჩვენს ანალიზს, რომელიც ემყარება ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონში არსებულ გარკვეულ ხარვეზებს და იმ პრაქტიკულ ხარვეზებს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენი მუშაობის შედეგადაც გამოიკვეთა. ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ის, რომ კანონი გახდეს მაქსიმალურად მიმართული იქითკენ, რომ იყოს დაცული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, რომ რეალურად იყოს კანონი მიმართული ოკუპაციის წინააღმდეგ მხოლოდ და არა იმ ჩვენი თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც იქ ცხოვრობენ. 2013 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მოგეხსენებათ მიიღო პირველი მოსმენით მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა უცხოელებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. ასევე მსჯელობა განახლდა ამ კანონპროექტზე გასული წლის შემოდგომაზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა და კანონში არის ასევე სხვა რამდენიმე პრობლემური საკითხი, რომელიც საჭიროებს ცვლილებას, რათა უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ეკონომიკურ იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლის გარდა ჩვენი ანგარიში ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიც არის თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობა, დე-ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ასევე ოკუპირებული რეგიონების ჩართვას საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რეკომენდაციები ეხება ზოგად პრინციპულ საკითხებს და კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტის გზების შესახებ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამთავრობო სტრუქტურებმა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ კონკრეტული ცვლილებები. ანუ ჩვენ მხოლოდ პრინციპებს გვთავაზობთ, თუ რას უნდა დაეფუძნოს ეს ცვლილებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მხრივ ვართ მზად და გამოვთქვათ მზადყოფნას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ საკითხების შესახებ დეტალურ განხილვაში. ჩვენი წინადადებები ეხება 4 ძირითად ნაწილს და 4 ბლოკს მოიცავს ცვლილებების. პირველი, მე მინდა დავიწყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი და თქვენ დაგირიგდათ გაქვთ ანგარიში, რომელიც შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაეცნოთ ამ ყველაფერს. 2013 წლის ინიციატივა ითვალისწინებს კანონში ცვლილებების შეტანას იმდაგვარად, რომ ამ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა პირველ ჯერზე აღარ გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არამედ გახდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, რაც ნაცვლად თავისუფლების აღკვეთისა იჭება 400 ლარის ჯარიმის ოდენობით. კანონით გათვალისწინებულია ასევე სპეციალური ნებართვის აღების შესაძლებლობა, რომელსაც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით მათ 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 2 ასეთი ნებართვა გასცეს, ანუ მას შემდეგ რაც შეიქმნა ეს სამსახური, ჯამში 10 ადამიანზე. სამაგიეროდ უფრო მეტი ადამიანთა რიცხვი, რომელთაც კანონის დარღვევისთვის ბრალი წაეყენათ 2009 წლიდან, ანუ კანონის სამოქმედების შემდეგ 2011 წლის ჩათვლით სისხლის სამართლის კოდექსის 322 მუხლით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევას გულისხმობს, სასამართლომ განიხილა 297 საქმე 395 პირის მიმართ. სასჯელის ზომად ყველაზე ხშირად გამოიყენება ჯარიმა. თუმცა ასევე თავისუფლების აღკვეთა ჯამში 51 პირს შეეფარდა. კანონის შერბილებას ასევე მხარს უჭერს ვენეციის კომისია და ზოგადად ჩვენი რეკომენდაციები სულ თანხვედრაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, რომელიც ასევე რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა. ვენეციის კომისია თვლის, რომ ამ ქმედების სრულად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გადატანა უფრო შესაფერისი იქნებოდა შექმნილი ვითარებისთვის და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მეტ ჩართულობას შეუწყობდა ხელს.
სხვა ქვეყნებს, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში არიან და ჩვენ ასევე ჩვენს ანგარიში განვიხილეთ რამდენიმე ასეთი შემთხვევა, ასევე არ აქვთ ერთგვაროვანი რეგულაცია უცხოელებისათვის არაკონტროლდებად ტერიტორიებზე შესვლის თვალსაზრისით. მაგალითად, მოლდოვა საერთოდ არ ზღუდავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დნესტრისპირეთში შესვლას. კვიპროსი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ იძულებული გახდა არ შეეზღუდა ევროკავშირის მოქალაქეების გადაადგილება კუნძულზე. რეგულირების მოქნილობა არც ერთ შემთხვევაში არ აღიქმება როგორც ქვეყნის სუვერენიტეტზიან ტერიტორიებზე უარის თქმა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონი რამდენიმე პრობლემას ქმნის. უპირველეს ყოვლისა, შესვლის წესის დარღვევისთვის სასჯელი მხოლოდ იმ მცირე ნაწილს ეკისრება, რომლებიც შემდეგ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან. კონტროლდებად ტერიტორიაზე შემოდიან უკაცრავად. ასეთები ჩვენი დაკვირვებით არიან ის ადამიანები, რომლებიც ნათესაურ კავშირს ინარჩუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთში, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და დანარჩენ საქართველოში, თუმცა არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ამასთან ეს შეზღუდვა ვრცელდება ასევე ჰუმანიტარულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე და მათ თანამშრომლებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვან და სასიცოცხლო საქმიანობას ეწევიან მთელ რიგ შემთხვევებში. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მიგაჩნია, რომ ოკუპირებული რეგიონების უფრო მეტი ჩართულობისთვის სასურველია საქართველოს პოლიტიკა ამ მხრივ უფრო მოქნილი იყოს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალული მიმართულებიდან უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით. ასევე ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის მიერ 2013 წელს ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს აკრძალული მიმართულებიდან შესვლის შემდგომ სპეციალური ნებართვის გაცემის შესაძლებლობას. განსხვავებული წესი უნდა მოქმედებდეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათი წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ჰუმანიტარულ საქმიანობას, ასევე ადამიანთა დაცვის, ნდობის აღდგენისა და ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავების პროექტებს. ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული სპეციალური ნებართვის გაცემის პროცედურის და ფორმის, ასევე წარსადგენის საჭირო დოკუმენტების საბუთების შესახებ მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა იმ პირისთვის, რომელსაც სურს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური ნებართვის შესვლა ან შესვლის შემდეგ სპეციალური ნებართვის მიღება. სახელმწიფო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საჭიროა ფორს მაჟორის მუხლის შეტანა ასევე კანონში, რათა პირები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ვითარების გამო არ ღვევენ ქვეყნის საზღვარს, გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობიდან. ეს მომენტიც არ არის ასევე კანონში გათვალისწინებული. მეორე პუნქტი ესახება ეკონომიკურ საქმიანობას. დღეს საქართველო ამ კანონით ასევე ზღუდავს და სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს ეკონომიკური საქმიანობის ძალიან დიდ ნაწილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების გვერდისავლით ხორციელდება. ეს ეხება არა მარტო უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის ინვესტიციებს, რაც გასაგებია თავისთავად, არამედ ქართული კომპანიებისა თუ საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასაც. ამ შემთხვევაშიც კანონი იძლევა სპეციალური ნებართვის გაცემის შესაძლებლობას, თუმცა პრაქტიკაში სპეციალური ნებართვით მოსარგებლეთა რიცხვი არც ისე ბევრია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით 2008-2016 წლებში გაიცა დაახლოებით 30-მდე ასეთი ნებართვა. მათგან დიდი ნაწილი ენგურჰესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა. რაც ასევე მიუთითებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული საქმიანობები კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში მინიმალურია. კანონის მოქმედების საკითხი აქტუალური ხდება DCFTA-ის და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პირობებშიც. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში პირდაპირაა მითითებული მხარეთა ვალდებულება. მჭიდრო პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი გაავრცელონ საქართველოს ყველა მოქალაქეზე კონფლიქტის შედეგად დაშორიშებული საზოგადოების ჩათვლით. ხელისუფლებას დღემდე ასეთი მექანიზმი არ შეუმუშავებია, ესეთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც წაახალისებდა გამყოფი ხაზის, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარის მცხოვრებ მოსახლეობას, ბიზნესმენებსა თუ მეწარმეებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. პრობლემურად შეაფასა ეს რეგულაცია ასევე ვენეციის კომისიამაც და დასკვნაში აღნიშნა, რომ
ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და თეორიულად შესაძლებელია, რომ საქმიანობა, რომელიც საზოგადოებისთვის საბაზისო საჭიროების დაკმაყოფილებას გულისხმობს, ამ აკრძალვაში მოექცეს. ამასთან, ვენეციის კომისიის აზრით, რიგი დებულებები, მაგალითად სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა და ფულადი გადარიცხვების ორგანიზება ძალიან ფართოა და შეიძლება ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას მოერგოს. Imagine ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია შერბილდეს და უფრო მოქნილი გახდეს საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით. და გვაქვს რამდენიმე რეკომენდაცია ამ ბლოკში. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მე-6 მუხლის მოქმედების ფარგლებში განსხვავებული წესი უნდა შემუშავდეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწევიან ჰუმანიტარულ საქმიანობას, ახორციელებენ ადამიანის დაცვის ნდობის აღდგენის და ხალხთა შორის ურთიერთობის გაღრმავების პროექტებს. ეს წესი უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრძელვადიან და შეუფერხებელ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეორე, გადაიხედოს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების დაწესებულებებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს სთავაზობენ მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებას და საგანმანათლებლო პროგრამებს, მათი პასუხისმგებლობისა და ნებართვის გაცემის საკითხი გადაიხედოს ზოგადად. მთავრობამ უნდა შეიმუშაოს მოქნილი და წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და ასევე გამოყოს გარკვეული ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესმენებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას შეეწყოს ამით ხელი. ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური ნებართვის გაცემის პროცედურის შესახებ ინფორმაცია მარტივად გახდეს ხელმისაწვდომი იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მესამე ბლოკი ჩვენი ანგარიშის ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ დოკუმენტებს. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უკანონოდ აცხადებს დე-ფაქტო ხელისუფლების, დე-ფაქტო ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებს. გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალ თაობას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადა აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე, სხვა დოკუმენტები, გარდა არალეგიტიმული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა არ გააჩნია და ასეთი მოქალაქეების რაოდენობა მცირე არ არის. ეს ამ ადამიანებისთვის ქმნის პრობლემას, თუ მათ საქართველოს სახელმწიფოსგან რაიმე სახის ურთიერთობის დაჭერა სურთ პირველ რიგში. ამ პირებისთვის საკმაოდ რთულია ასევე საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურაც. საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად საჭიროა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა. ეს კი ხშირად სირთულეებს ქმნის და იწელება დროში, რადგან საჭირო ხდება სასამართლოსთვის მიმართვა, მოწმეების წარდგენა, ასევე რიგ შემთხვევებში არის საჭირო აუცილებელი ადვოკატით მომსახურება. ეს კი რა თქმა უნდა არის დამატებითი ბარიერი საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზებისა და ოსებისთვის, რომელთაც რა თქმა უნდა რიგ შემთხვევებში არ გააჩნიათ ამის შესაძლებლობაც, მათ შორის მატერიალური. აფხაზური და ოსური დოკუმენტების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ პირადობის ნეიტრალური დოკუმენტის, ნეიტრალური მოწმობისა, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გასაცემად. ამ დოკუმენტებით შესაძლებელია გარკვეული სახელმწიფო სერვისების მიღება. თუმცა ნეიტრალური დოკუმენტები ბოლომდე ვერ ხსნის არსებულ პრობლემას. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ასეთი დოკუმენტები, ნეიტრალური დოკუმენტები მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს აღებული მოსახლეობის. საქართველოს აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს თავის მოქალაქეებად მიიჩნევს, რაც სწორია, რა თქმა უნდა. შესაბამისად, თავის კონსტიტუციურ მოვალეობად საქართველოს თვლის ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის ყველა სარგებელი, რომლებითაც გარანტირებულია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. რეალობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას
სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისების მხოლოდ მცირე ნაწილზე მიუწვდება ხელი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით დე-ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული სამოქალაქო მნიშვნელობის დოკუმენტების, ასევე მაგალითად ადგილობრივი სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარება არ ახდენს დე-ფაქტო ორგანოების ლეგიტიმაციას, არამედ უზრუნველყოფს ამ ტერიტორიებზე უფლებების დაცვის ვაკუუმის თავიდან აცილებას. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ორგანოების მიერ გამოცემული დოკუმენტების აღიარება ან ამ დოკუმენტების ლეგალიზების პროცედურის გამარტივება არ შეიცავს რისკებს ქვეყნის სუვერენიტეტისათვის, მხოლოდ დაეხმარება ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ პირებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის მარტივად აღებაში თუ სხვა ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მიღებაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია და ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება სწორედ ამ საკითხს, ხელისუფლებამ შეიმუშაოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა შედარებით მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის მიღება, რითიც შემდეგ შეეძლებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა. და მეორე, საქართველოს მთავრობამ უნდა იმსჯელოს არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული იმ დოკუმენტების ცნობად მიღებაზე, ხას უსვამთ ცნობად მიღებაზე, რაც დაეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაში. შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს სწორედ ამ კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. და ბოლო მეოთხე ნაწილი ჩვენი ანგარიშის ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აქვს პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვაზე. დღევანდელი რედაქციით კი კანონი ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მხოლოდ რუსეთს აკისრებს, რაც გასაგებია თავისთავად, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ და ასევე ჩვენ შევისწავლეთ ასევე სხვა კანონი, მათ შორის უკრაინის კანონი, რომელიც ეხება ყირიმს და მსგავს კანონი მოქმედებს იქაც, თუმცა მათ გაითვალისწინეს გარკვეულწილად ქართული გამოცდილება და მთელი რიგი მომენტები, რომელიც უკავშირდება უფლებების დაცვას, უფრო არის ასახული მათ კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომ გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს გააჩნდეს ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, რაც სამწუხაროდ არ არის ასევე ასახული საქართველოს კანონში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე ახორციელებს კონკრეტულ პროგრამებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირთათვის, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, მაგალითად, და არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში, ცდილობს ასევე ხელისუფლება ხელმისაწვდომი გახადოს მათთვის სახელმწიფო სერვისები, მნიშვნელოვანი ასევე კანონშიც აისახოს, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში იღებს პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვაზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მეტად უნდა იყოს ორიენტირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვაზე და უფრო მკაფიოდ აყალიბებდეს სახელმწიფოს ვალდებულებებს ამ კუთხით. და საქართველოს ხელისუფლებამ კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ უნდა გამოკვეთოს სახელმწიფოს ვალდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვაზე და შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები კანონის მე-7 მუხლში. ძალიან დიდი მადლობა, ეს არის მოკლედ იმ კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ, რომელიც არის მოცემული ჩვენს ანგარიშში, თუმცა რა თქმა უნდა ანგარიში დეტალურად არის და ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვაქვს გადავიდეთ დისკუსიის რეჟიმში. ჩვენ გვაქვს მე ვფიქრობ საკმარისი დრო იმისთვის, რომ საზოგადოებამ გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები, ან კითხვების შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვიქნებით უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ კონკრეტულ საკითხზე და მინდა რომ გავხსნა დისკუსია და გთხოვთ წარმოადგინოთ თავი ასევე ხელისაწევით მანიშნოთ ვის სურს, ან ვის აქვს კითხვა, ან სურს კომენტარის.
Thank you. Yeah, please. My name is Johannes van der Wouw. I'm the regional representative of the UN Refugee Agency, the UNHCR. And I wanted to thank you, as Dr. Defender, for your recommendations. I would highlight 3 issues. First of all, we are very encouraged by your call on the authorities to develop a mechanism for international organizations to have access and to work in the occupied territories. We have our own dialogue with the government to see how such a mechanism could work, because for us it's important that we have what we call safe, unhindered and quick, timely access whenever the needs present themselves in the territories to serve these needs address these needs of the population. And currently, although we have access to Abkhazia, we don't have it to South Ossetia. And if we would need access, it would take many, many months to possibly obtain it. So we're very encouraged by this recommendation, and we will take that further in our own dialogue with the authorities to ensure that this access is improved. Second, we would like to thank you for having highlighted the need for more flexibility in what you call the socio-economic activities, and I would say also in the service provision, be it for better free movement for health care purposes, for education, and also for the allowance of economic activities also across the administrative boundary lines. These type of confidence building measures are extremely important for us. So once again, we will take that further in our own dialogue, and we thank you for having highlighted this. And thirdly, the issue of documentation. We're very pleased that you've highlighted this issue. For us international organizations, our call is that people need to be documented in order to have access to rights, and we thank you for having explained various models and looked at various types of documents so that we have the widest possible issues of documents possible. So this is an expression of gratitude and support, and also to let you know that we take this further in our own dialogue with the authorities. Thank you very much. Madloba. Georg Kanaშვილი, კავკასიური სახლი. პირველ რიგში ეს კითხვა და კომენტარი პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ინიციატივა ინიციატივა ძალიან დროული არის. კითხვა მდგომარეობს შემდეგში. თუ გაქვთ რაიმე წინასწარი მოკვლევა ან და თუ გქონდათ დარღვეული უკავშირი სხვა просто სახელმწიფო უწყებებიდან რა პოზიციებზე დგანან ისინი, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ შემთხვევაში მათ ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ ძალიან კარგად ვიცით, რომ პრინციპში 2012 წლიდან ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან გარკვეული იდეები არჩი იყო, თუმცა ვერ მუდმივად ვერ ხდებოდა სახელმწიფო უწყებების შორის პოზიციების შეჯერება, სხვადასხვა უწყებების სხვადასხვა პოზიცია ჰქონდა ამ თუ იმ საკითხთან, ზოგადად მიდგომების ლიბერალიზაციასთან მიმართებაში. თქვენ თუ შეგიძლიათ გავუზიაროთ ინფორმაცია ამასთან მიმართებაში, რაც შეეხება კომენტარი პოზიცია კავკასიურ სახელმწიფოს ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენს გარკვეული კვლევები ზუსტად გადაადგილების თავისუფლების შესახებ ჩატარებული გვაქვს ყოველთვის მომავალში ეს კვლევაც დაიდება. სრულად შეგიძლიათ გაგეთანხმოთ როგორც მოლდოვის შემთხვევაზე, ასევე კვიპროსის შემთხვევასთან მიმართებაშიც. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ სადაც კონფლიქტის ტრანსფორმაცია ადგილიდან დაიწყო, პრინციპში ორი შემადგენელი არის, ერთი თვითონ სახელმწიფოს, იმ სახელმწიფოს ვთქვათ, ამ შემთხვევაში კვიპროს გულისხმობ განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ინტეგრაცია, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან ინტეგრაცია მათ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და მეორე მეტნაკლებად ლიბერალური მიდგომები. ერთი მეორის გარეშე არ გამოდის, იმიტომ შეიძლება აქეთან მხარე განვითარდეს, მაგრამ ძალიან რეპრესიული მეთოდები კონდეს და არანაირი მდგომას არ იწვევდეს იქეთან ხარისგან და კვიპროსში მიმდინარე დღეს პროცესები ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ
ეს გამოცდილება მე მგონი უნდა გავიზიაროთ. რაც შეეხება მოლდოვის შემთხვევას, აქ ცოტა სხვა მდგომარეობაა, ისინი ყოველთვის ლიბერალური მიდგომებით ხასიათდებოდნენ, თუმცა აქეთ მხარეს განვითარება ვერ მოხდა ისეთი, რომ მისი დულობა შექმნას. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში მე ვფიქრობ, თუ ამ გზით წავედით, რაღაც პერიოდის შემდეგ კონფლიქტის მნიშვნელოვანი დეესკალაცია, უпростоრ დეესკალაციაც მოხდარია უკვე, მაგრამ ადამიანთა შორის ნდობის აღდგენა მოხდება და რაც არ უნდა უცნაურად ჩვევდეს, ვფიქრობ, ცხინვალის მიმართულებით ეს ბევრად უფრო მარტივად მოხდება და სულ რამოდენიმე წელიწადი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ დაახლოებით 2005 წლის მდგომარეობამდე, თუ ეკონომიკური საქმიანობა იქნება რაღაც ელგინეთის მიმართულებით, ელგინეთის მსგავსი რაღაცა თუ მოხდება. მე ოპტიმისტურად ვარ, განწყობილი და იმედია თქვენს ინიციატივებს გაიზიარებენ ხელისუფლებისა და საზოგადოების უმეტესი ნაწილი. დიდი მადლობა ოპტიმისტური კომენტარისთვის, რაც შეეხება კითხვას. მე წეგარაც აღვნიშნე, რომ ეს ანგარიში არ არის ერთ დღეში მომზადებული, ეს არის ფაქტიურად წლების განმავლობაში ჩვენს მიერ გაწეული, ასე ვთქვათ, მუშაობის და დაკვირვების შედეგი ჩვენ არაერთ საქმეს ვსწავლობთ სწორედ ამ რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე და პრაქტიკაშიც ვსწავლობდით იმ კონკრეტულ ხარვეზებს, რომელსაც სწორედ იწვევდა ის გარკვეული ჩანაწერები კანონში და შესაბამისად ჩვენ მივედით დღეს უკვე ამ მდგომარეობამდე, თუმცა ეს არ არის ალბათ ახალი ბევრისთვის. ჩვენ ასევე ამ პერიოდში ჰქონდა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან სახელმწიფოში, თუმცა წლების განმავლობაში ეს მიდგომებიც იყო განსხვავებული. პრობლემა იყო ის, რომ თუნდაც გარკვეულწილად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო მთელი საკითხებთან დაკავშირებით და ერთიანი სტრატეგია არ იგრძნობოდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ცალკეულ უწყებებს საკუთარი, ასე ვთქვათ, პოლიტიკაც ჰქონდათ და ეს მე ვფიქრობ გარკვეულწილად იგივე კოორდინაციის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები ნამდვილად დღესაც არსებობს, თუმცა შედარებით უფრო მცირე მასშტაბებით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი თანამშრომლობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე რამდენადაც ვიცი და ასევე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ძირითადად მათი აზრები და მათი მოსაზრებებიც პრინციპში ემთხვევა იმ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, თუმცა არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ცოტა განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ უშუალოდ მიდგომას რაც შეეხება და ალბათ აქაც არიან რამდენიმე უწყების წარმომადგენლები, ალბათ თვითონ უკეთ გასცემენ ის უფრო ისაუბრებენ ამაზე, მაგრამ მთლიანობა შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მე ჩვენი დაკვირვებით სწორედ ამ მიმართულებით მიდის, რომ გარკვეულწილად გარკვეული საკითხები უფრო მეტად გახდეს მარტივი, გამარტივდეს და ეს სამშვიდობო პოლიტიკა გახდეს რეალური და რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. ანუ მე ვხედავ, რომ რაღაც მზაობა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის რომ ასეთი ცვლილებები განხორციელდეს, გარკვეულწილად არსებობს. თუმცა რა თქმა უნდა არის საკითხები და ჩვენც ამიტომაც რაღაც საკითხებს უფრო პრინციპების დონეზე ვაყენებთ და კონკრეტულ რეგულაციებზე და კონკრეტულ ჩანაწერებზე თუ როგორ უნდა იყოს კანონში ასახული თუ საკითხი თუ რა მექანიზმი უნდა შეიქმნას, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს სწორედ იმ დისკუსიის საგანი, რომელიც იმედია რომ საბოლოო ჯამში გადაწყდება და სასტიკ ცვლილებების შევაუახლოს ხანებში. მადლობა. დიახ და შემდეგ ბატონი მოგესალმებით, დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. თქვენ ვსტანდეთ ალბათ აქ ჩვენთაგანი ეთანხმებით იმ პოზიციას, რომ უნდა მოხდეს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რაღაც ლიბერალური მდგომარეობის შემოტანა, მაგრამ ესეთი კითხვა მაქვს. ჩემს აზრით ეს არის პრობლემის ერთი მხარე, რომელიც ეხება ჩვენ აქეთ ჩვენს ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. თუ აქვს სახალხო დამცველს შესაძლებლობა კოორდინირებულად ეთანამშრომლოს ოკუპირებული ტერიტორიის დე-ფაქტო ხელისუფლებას და ესე ვთქვათ, უხელოვანად უნდა ვეხმარო, რაღაც გარიგებასავით მოხდეს, რომ ჩვენ დაუშვათ ამ კანონში მოგუშევიდან ცვლილებებს, რომლებიც ხელს უშლის იგივე ეკონომიკურ საქმიანობას თუ გადაადგილებას, მაგრამ მე ვიცი, რომ იქ არის ისეთი კანონები, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს იქ ცხოვრებ მოსახლეობას, რომლებსაც გადმოსვლა უნდა აქეთ ჩვენ მხარეს. ამ იმ ფონდზე, როდესაც ყოველდღიურად მკაცრდება კონტროლი ეგრეთ წოდებულ კამპონ ხაზზე მიმოსვლასთან დაკავშირებით და უკვე საუბარია ამაზე, რომ დაიხუროს რამოდენიმე გამსვლელი პუნქტი. ჩვენ ხო არ გამოდივართ ძალიან ისეთი
მიდგომით, რომ აი ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულ კანონებში მოვახდინოთ ცვლილება, დაგიადვილოთ ყველაფერი, ასე ვთქვათ, შეიძლება ქართულ მომენტში სახელმწიფოებრივასაც ვიყენებთ ზარალს, ერთად სასწავლებლის კონტროლი პრაქტიკულად იმ ხარეს აღარ იქნება, იმას რასთან დაკავშირებით და თქვენ პირიქით იმის მაგალითად რომ შემოხატი ნაბიჯი გადმოდგათ, ამკაცებთ ამას. ამ ჩემი შეკითხვის წესი ესეთია. გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ვესაუბროთ იმ ხარეს და ურთიერთდამოკიდებულზე იყოს საუბარი. ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, თქვენც ეს გაკეთებთ. სამხედროდ მე მგონი ძალიან სწორები ვართ. დიდი მადლობა. ერთი რაშიც ვერ დაგეთანხმებით არის ის, რომ კონტროლი არ იქნება, უბრალოდ აქ ცოტა სხვა ფორმულება იყო მოცემული, რომ რეალურად გარკვეულწილად კონტროლი ახლაც არ არის და ვერ ხორციელდება, მაინც აქ იყო საუბარი გარკვეულ პასუხისმგებლობაზე, ხომ? ეს რაზეც არის საუბარი სამართლიანი პასუხისმგებლობის შეცვლაზე მხოლოდ. და ამ მიმართებით ბევრი არაფერიც არ იცვლება, თუნდაც ეს ნორმა რომ შეიცვალოს. რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, სახელმწიფო 2014 წლიდან გარკვეულ დიალოგის ფორმატში არის ჩართული და თანამშრომლობს აფხაზურ ორგანიზაციებთან, გვაქვს საკმაოდ რეგულარული კომუნიკაცია მთელ რიგ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელზეც დღეს არის საუბარი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვცდილობთ, თუ კი რაიმე კონკრეტული საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტულ ინდივიდუალურ საქმესთან დაკავშირებით, ამ პრობლემასთან დაკავშირებით, არის საჭიროება იმის, რომ გარკვეული თანამშრომლობა მოხდეს, თუნდაც ოკუპირებულ დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ კავშირებს მე პირადად ვიყენებ იმისთვის, რომ კონკრეტული მოქალაქის უფლებები იყოს დაცული და ზოგადად ასეთ შეხვედრების დროს არაერთხელ ყოფილა ეს თემები დაყენებული, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ იქითკენ, რომ ჩვენ ვისაუბროთ საკუთარ ვალდებულებებზე და პასუხისმგებლობაზე, ანუ ჩვენ გადავდგათ მე საუბარი მაქვს სწორედ ქართულ სახელმწიფოზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და დაელოდოს გარკვეულ შემთხვევით ნაბიჯებს. მესმის რომ ცოტა ეს რთული საკითხია, მაგრამ არის რა თქმა უნდა გარკვეული ფორმატები, ხელა ყველა უკითხავთ ინფორმირებული იმ რამდენიმე საერთაშორისო მექანიზმზე თუნდაც, სადაც მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უნდა დადგეს და გახდეს დისკუსიის საგანი და გარკვეული პასუხისმგებლობა, გარკვეული ვალდებულებები, თუნდაც იმ მიმართულებით და ალბათ ყველა მაინც საბოლოო ჯამში იმედი მაქვს, რომ მაინც პრაგმატული გადაწყვეტილებით, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებამდე მივა და მით უმეტეს ამ რეგიონებისთვის თუნდაც ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების მიმართულებით, ხო, გარკვეულ გამარტივებას პროცედურების, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს იქაც დიდი ინტერესით ელიან და მე ვფიქრობ, ეს არის თემა, საკითხი, რაზეც ინტერესი ნამდვილად არსებობს. თუნდაც ის, რომ ზოგადად გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა უნდა მაინც გაუმჯობესდეს და თუნდაც გალის პრობლემა აღარ იყოს ისეთი მძიმე, რომელიც დღეს არის, ხო? აქ მე ვფიქრობ, გარკვეული მათ შორის იგივე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება ნამდვილად შეიძლება, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ და გვაქვს ასევე რეგულარული შეხვედრები მათთან და ვეცდებით ამ საკითხებზე რაც გარკვეული შეთანხმების მიღწევას, მაგრამ აქ საუბრობ იმაზე, რომ ალბათ აქ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ რაღაც, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ შორის ბიზნესმაც, მათ შორის არასამთავრობო სექტორმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ორივე მხარეს და აქ საუბარი არის იმაზე, რომ რაღაც შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ კონკრეტული მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული და კონკრეტული აქტივობები დაიძრას და მოგეხსენებათ აქ ამისთვის პირველ რიგში ალბათ უფრო საკანონმდებლო რეგულაციების შეცვლა ყველაზე უფრო ალბათ საწყისი წერტილი, ანუ თუ არ იქნება ასეთი შეზღუდვები, შემდეგ უფრო მარტივი არის გარკვეული ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავება, თუ კი იქნება ამის შესაძლებლობა და არ იქნება ისეთი მკაცრი მოთხოვნები. რა თქმა უნდა, აქ ეს საკითხი არის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კონდეს ურთიერთობა მეორე მხარესთან და ყველა ფორმატში ამ საკითხების წამოწევას რა თქმა უნდა ჩვენ შევუდგებით. დიახ, ნაირა. მეტი ახ ვარ კიდე შეცამოწე. ნაირა პედიერი კავკასიური მოზაიკა. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ საკმაოდ ისეთ სფეროებს წარმოადგენს, რომელიც მართლაც საჭიროა სფეროები და საკითხებია ამ ორიერის ურთიერთობის საქმეში. ზოგადად განათლების საკითხად შეეხეთ, მაგრამ ეს უკვე ფორმით ამაზე ვისაუბრე, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია ხალხგანათლება. ესეთი მეორეც პრეზიდენტმა გამოაცხადა წლევანდელი წელი განათლების და არც არაფერი გაკეთებულა
ამ მიმართულებით მე ფედერალობაში მას საქართველოს ორი ურთიერთობაში განათლების საკითხებზე ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და საერთოდ არაფერი გაკეთებულა. პირიქით წლების განმავლობაში ვითხოვდი და ვითხოვ რომ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში მათი ჩართულობა. ამას ბევრი არაფერი არ უნდა, არის კანონი მიღებული, რომ ჩავთვალოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც მოწამლებული არიან, რომ ჩვენთან მიიღონ უმაღლესი განათლება, ასეთი ბევრი არ არის დასაკვირველია ვერკეთოთ, რომ და ამისი მომხრია. ამისთვის გზა შეგეტილია, იმიტომ რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ცოდნა იმ საგნისა, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ. მოგეხსენებათ, რომ სკოლებში, სადაც ოსური ისწავლება, არის ოსური ენა და ლიტერატურა საგანი და საგანი კი, რომელიც უნდა ჩააბარონ მათ ერთიანეროვნულ გამოცებზე, გახლავთ მრავლის მომცველი საგნის ცოდნე ადამიანებისთვის, კონკრეტულად მათ უნდა იცოდნენ ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა და ასე შემდეგ, რომ შეძლონ ამ ბარიერის გადალახვა. ეს ერთი ბარიერი, რომელიც შეუქმნით მათ და ვერ მოვლენ და არც მოდიან. მეორე, თქვენ კარგად იცით, რომ განათლება არის ყველაზე უფრო ჰუმანური სფერო და გლობალური ახალგაზრდების ჩართვა. თუ ჩვენ რაიმე ერთობლივ პროექტებს დავუდგებთ სათავეს, ისინი მზად არიან და როდესაც გარკვეული ჯორად დაიხა, რომ აქედან შესაძლებელია ადამიანების გაგზავნა, ახალგაზრდების გაგზავნა საზღვარგარეთ, რამდენიმე მშობელმა მოგვაკითხა და ჩართულობა მოისურვა. როდესაც ინტერესდა თანხმედრას ჩვენ ასე უარყოფითად ვუდგებით და მათ ვეუბნებთ, რომ არა, ჩვენ ვერ წამოვართ ამ გზაზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ გზას ვკარგავთ მათთან დასაახლებლად. ვფიქრობ, რომ კანონში შესატანხმებებში სწორედ ეს უნდა რეგულირდეს განათლების სფეროში, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავთვალოთ, რაც შეიძლება მეტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის ჩვენთან არსებული საგანმანათლებლო სისტემისა, საგანმანათლებლო კერების და ყველას გახსოვთ, რომ ჰეგემონის როლი ეკავა ქართულ უნივერსიტეტს მთელ კავკასიაში, დღეს ეს როლი და ფუნქცია მას აღარ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაახლოვებთ ვერანაირი პროექტების, ვერანაირი სამთავრობო ინიციატივებით მათ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემასთან. იქნებ ამაზე ღირდეს ყურადღების გამახვილება. თქვენ ბრძანეთ, რომ მათ დოკუმენტების აქ არაღიარებას გარკვეული შეფერხება მოყვება მათთან ურთიერთობაში. იმიტომ რომ როდესაც იქ ამთავრებს ადამიანი ოსურ ენა და ლიტერატურა სპეციალური და ჩვენთან მოთხოვნილება არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სკოლა უკვე არის მოხუცი მასწავლებლების ამარა დარჩენილი. ჩვენ არ ვიღებთ მათ, იმიტომ რომ მათ არ აქვს დიპლომი, რომელიც აქ იქნებოდა გაცემული და ვერც ეკნებათ, იმიტომ რომ იმათ გუშინ წინ შაშან დაამთავრეს და შესაბამისად აღებული აქვს ის დიპლომი, რომელიც იქ მათ უნივერსიტეტში არის. იქნებ ახაც ამ სფეროშიც გარკვეული და ამ სფეროსაც მიაქცევთ ყურადღება. დიდი მადლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დიახ, ბატონო გიორგი. მოგესალმებით, გიორგი მოდიშვილი, დავის განვითარების პროგრამა. პირველ რიგში დიდი მადლობა საინტერესო მოსამართლისთვის. პრაქტიკული კითხვა მაქვს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც აღმასრულებელი ისევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაკეთდა რამდენჯერმე განცხადება, რომ ვიზა ლიბერალიზაციის სიკეთე შეიძლება გაუწევდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს. პრაქტიკულად თქვენ როგორ წარმოვიდგინეთ, თუ შეისწავლეთ ეს საკითხი? ანუ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს კანონმდებლობის დღევანდელი არსებული კანონმდებლობის მიხედვით ამ მოსახლეობას როგორ უყურებთ? თუმცა ვიზა ლიბერალიზაცია ვერ გაუწევდება ავტომატურად, მათ არ იქნება ბიომეტრიული პასპორტი. ბიომეტრიული პასპორტი ნიშნავს ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეობას. ანუ ამ ხალხს როგორ განიხილავს დღევანდელი კანონმდებლობა, როგორც მოქალაქეობის მქონე პიროვნებებს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუ არსებობს რამე გამონაკლისი წესი, მათ თუ როგორც ხვებს ისე განიხილავს, თქვათ, როგორც სხვა ადამიანებს, თქვათ, არ გააჩნია დოკუმენტაცია, ან გააჩნია სხვა ქვეყნის დოკუმენტაცია. დადგენა ხდება მოქალაქეობის უბრალოდ. ამათთვის. ხო, ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია, რამდენად ცნობილია. უნდა მოხდეს კონკრეტულ შემთხვევებში დადგენა მოქალაქეობის. ანუ დაიბადნენ ამ ტერიტორიაზე. ნამდვილად დაიბადნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, ანუ რეალურად ეს პრაქტიკაში მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემებს წარმოშობს და შეიძლება ითქვას, რომ იმდენად რთული, რომ პრაქტიკულად შეუძლებელიც გახდეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის იმ სიკეთებით სარგებლობა, რომელსაც თუნდაც იგივე ვიზა ლიბერალიზაცია ითვალისწინებს და ჩვენ აქვს საუბრობთ იმაზე, რომ ზოგადად ფაქტის დადგენა არის პრობლემა. იმიტომ რომ საჭირო არის გარკვეული პროცედურები. სასამართლო თუნდაც
მოწმეები და ამ შემდეგ და მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის მოქალაქეებაზე და საუბარი არის იმაზე, რომ ეს მით უმეტეს მოთხოვნა სწორედ ბიომეტრიულ პასპორტს ეხება და სწორედ ეს მოთხოვნა განსაკუთრებით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. აქ მე ვფიქრობ, რომ რეალურად თუ კი ჩვენ დღეს მოქმედი ნორმებით, მოქმედი კანონით ვიხემძღვანელებთ, მე ვფიქრობ, რომ რეალურად ხელშემშლელი ფაქტორი კიდევ უფრო მეტი იქნება და კიდევ უფრო მეტი სავარაუდოდ იმედგაცრუება შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ დღეს რომ მაგალითად მოისურვოს ძალიან ბევრმა ადამიანმა ოკუპირებულ ტერიტორიებში, მათ გაუჭირდებათ თუნდაც ამ პროცედურების გავლით კონკრეტულ შედეგამდე მისვლა და სარგებლობა იმ სიკეთეებით, რასაც ითვალისწინებს ვიზა ლიბერალიზაციის შეთანხმება. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ეს არის გასათვალისწინებელი, რომ რეალური და რეალისტური გახდეს მათთვის გარკვეულწილად თუნდაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება და აქ გასამარტივებელი ჩვენ ერთ-ერთი რეკომენდაციაც სწორედ ამას ეხება, რომ უნდა გამარტივდეს ამ მიმართულებითაც პროცედურები, რომ უფრო მარტივად მოხდეს შესაძლებელი საქართველოს პასპორტის აღება ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში. და ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს, ხო და ცალკე ამიტომაც არ ვახსენებ ჩვენ ის, რომ ათასობით ადამიანი არის მართლაც დაბადებული 92 წლის შემდეგ, რომელთაც არ გააჩნიათ საერთოდ არანაირი დოკუმენტი და ეს ცალკე საკითხია კიდევ. და თუმცა ვინ მოისურვებს და რამდენად იქნება სურვილი, ეს კიდევ სხვა თემაა, რა თქმა უნდა, გასაგებია რომ აქ კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ შევქმნათ მაქსიმალურად ყველაფერი იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში მათ კონდეთ შესაძლებლობა ამის რეალიზების. ამის დამატება თუ გინდათ. მედიას მოგესალმებით, მე უბრალოდ ოდნავ გავმარტავ აი ეს ტექნიკურ ნაწილს, როდესაც დავუშვათ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირს სურს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს კანონმდებლობით და არაკანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არამეწოდად საქართველოს კანონმდებლობით ეს ადამიანები ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში არიან დაბადებულები და მათი საბჭოური დოკუმენტებით ისინი არიან საბჭოთა საქართველოში დაბადებული, შესაბამისად ავტომატურად ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად. უბრალოდ დღეს მათ ხელში არ უჭირავთ მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამიტომ, როდესაც მიდიან იუსტიციის სახლში, მათში აქვს არა მოქალაქეობის მინიჭებაზე, არამედ პირადობის აღებაზე, ესე რომ ვთქვათ. შეაქვს პირდაპირ რომ აიღონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ შემთხვევაში თვითონ უკვე სამინისტრო იუსტიციის სახლი დავუშვათ აფხაზეთის მთავრობასთან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომლობით ადგენს მათ საქართველოს მოქალაქეობას და დადგენა გულისხმობს და იმის დაზუსტებას, რომ ეს ადამიანები ნამდვილად საბჭოთა საქართველოში დაიბადნენ. ეს ეხება იმ თაობას, ვინც საბჭოთა კავშირში პერიოდში დაიბადა. აი შემდგომ თაობას უკვე უფრო გართულებული აქვს, იმიტომ რომ არ აქვს საბჭოთა დაბადების პერიოდი, ამიტომ მათი ძირითადი გამოსავალი არის ჯერ მშობლის მოქალაქეობის დადგენა და შემდეგ შვილის მოქალაქეობის დადგენა. შობლის ხაზიდან მე შემდეგ უკვე ავტომატურად გადადის შვილის მოქალაქეობა. ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დროსთან არის დაკავშირებული, რესურსებთან არის დაკავშირებული. გონია ჩვენამდე ფაქტი ასეთი, რომ სხვადასხვა მიზეზით გამო მაგალითად პაციენტი იყო, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას ელოდა ჩვენი ინფორმაციით თითქმის 6 თვე. იმიტომ რომ სასამართლოში მოუწია სხვადასხვა ფაქტების დადასტურება და ასე შემდეგ. მოწმეების საკითხი არის ერთი კიდევ საალკე კომისიებში მიდიან და იქ ესე იგი გასაუბრებით ადასტურებენ, რომ ესა თუ ის ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გვესმის, რომ განსაკუთრებით ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში პასპორტის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მოთხოვნაც არის ევროკავშირის, რომ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი ნამდვილად სახელმწიფო იყოს პასუხისმგებელი ასეთ პირებზე. თუმცა ვფიქრობ, რომ რაღაცა მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან გამარტივებული მექანიზმი შეიძლება იყოს შეთავაზებული მოსახლეობისთვის. ტექნიკურად როგორ ალბათ სპეციალიზირებულმა სამინისტროებმა ამ მიმართულებით უნდა ინვესტირონ. ალბათ. დიახ. ბატონოს ზურაბ, მე მგონი თქვენი ყავთ კითხვა. ზურაბ ედიანიშვილი კოალიცია დემოკრატიულობისთვის. თემას გავაგზავნებ. რაც თქვა, აი მოქალაქეობის დადგენის პროცესში
და ეჯერტი გუბიტავაშაძის პერიოდიდან მოყვება ეს კომისიები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას პირადობის გაცემის და ასე შემდეგ, დაბადების მოწმობების, გარდაცვალების და ასე შემდეგ, რომლებიც გაცემულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რაც საერთაშორისო პრაქტიკაშიც ბევრგან არსებობს და რა თქმა არსებობს, არამედ კონვენცია პირდაპირ ავალდებულებს, რომ როდესაც ადამიანი იბადება სადღაც გაურკვეველ ტერიტორიაზე, თუნდაც სამხედრო მეთაური იყოს ხოლმე, უნდა დაადასტუროს ალბათ დაბადება, თუნდაც ფუნქციონირდება, რომ რაღაც დოკუმენტაცია არსებობს, რომ აღიარებაც ხდება მე. ამ პრინციპით ჩვენთანაც მოქმედებენ და დოკუმენტების აღიარება არა, მაგრამ დოკუმენტების საფუძველზე ადამიანის აღიარება ჩვენთანაც ხდება. თქვენს ინიციატივებში ბატონო სახალხო დამცავ დოკუმენტებთან რაც შეეხება ასევე ძალიან საინტერესო და პოზიტიურად გამოყოფთ იმას, რომ საკონტროლო დონეზე განიმარტოს რუსეთის მოქალაქეობის მიღება, რაც გარკვეულ პირობებთან და გარემოებებთან იყო დაკავშირებული, არ გახდეს საქართველოს მოქალაქეობის და გარემოება ძალიან კარგი ინიციატივად მიმაჩნია და მივესალმებოდი. რამდენიმე ასე ვთქვათ პოზიტიურ კომენტარს ასე ვიტყოდი, რაც დაკავშირებულია საქართველოს როგორც სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაზრდაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ მან ვალდებულებები გაზარდოს თავისი, თუნდაც ინფორმირებულობის და სხვა მექანიზმების ამოქმედების გზით დაცვას, ხელმწიფება და ვალდებულება მეტი აიღოს ამ კუთხიდან მთლიანად არ გადააბაროს ოკუპანტ ქვეყანას. ჩემისათვის საკმაოდ პოზიტიური იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით ინიციატივები და ვიცით, რომ კარგად მუშაობდა ეს და დღესაც მუშაობს აფხაზეთის მიმართულებით, აგერ ბასარიათობის უფლების საშუალებას არ მომცემს. თუმცა სულ უფრო და უფრო ვიწროვდება ეს დერეფანი, სადაც ეს ეკონომიკური თანამშრომლობა შეიძლება, იმიტომ რომ ხელს უშლიან რეალურად და ნებისმიერ ეს აფხაზეთში რეჟიმის განკაცება თუ მათო ხარჯებს სწორედ აქეთკენ არის მიმართული. რაც შეეხება აკრძალული მიმართულებიდან საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის შეგვიძლებას, მე ამ საკითხს ძალიან ფრთხილად მოვეკიდებოდი და თუ კონკრეტულად თუ ის საერთოდ წინაწევიდოდ და არაფერს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ნებისმიერ ინიციატივას რაღაცისკენ და ვიღაცისთვის არის მიმართული და ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრები მოსახლეობა. ის მექანიზმები, რომელიც დღეს არის ჩემს აზრით, საკმარისია, რომ წელიწადში ერთი თუ ორი ჰუმანიტარული მისია თუ საინტერესო ადამიანი, რომელიც ჩრდილოეთის მხრიდან ჩადის, რაღაცა მექანიზმებით იქ მოხდეს. ჩვენ რომ მოხსნათ პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი ესეთ ქმედებებზე, რომელსაც ძირითადად ჩადიან რუსი სამხედროები, რუსი პოლიტიკოსები, რუსი სპეცსამსახურები, რომ საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ მოქმედებენ ძირითადად ამ მოქმედებისთვის სწორედ ამ ტერიტორიებში იყენებენ. ჩემის აზრით ეს უპრიანი ჩვენი სახელმწიფოსთვის არ იქნებოდა და ფრთხილად მოვეკიდებოდი ამ საკითხს, აი სწორედ იმ კუთხით, რომ ამ საზღვრის გადაკვეთით ძირითადად რუსეთის ის ადამიანები სარგებლობენ, რომელსაც დიდად არ ეხატებათ არც საქართველოს გამთლიანება და არც ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და განვითარება. ამიტომ ამ საკითხს ცოტა სესიურად დიდი მადლობა, ბატონო ზურაბ, უბრალოდ მინდა ბოლო მომენტს გამოვეხმაურო. დღეს ჩვენ ფაქტიურად წარმოადგენთ კონკრეტული ციფრებიც და მაგალითად კითხვა ისმის თუ რამდენი ადამიანი, რამდენი ასეთი პირის გასამართლება მოხდა, თუნდაც იგივე რუსი სამხედროს პოლიტიკოსის თუ არის სპეცსამსახურების წარმომადგენლების, რომელთა მოძრაობას მაინც ვერ ვაკონტროლებთ ხო თავისთავად. შესაბამისად, მესმის რომ ეს არის ის ნორმა, რომელიც დებს კანონში, მაგრამ სახელმწიფოს ასევე გააჩნია სხვა მექანიზმი ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი ასეთი შემთხვევები არსებობს და გამოყენებულიც ყოფილა ასეთი პირების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, მე ვფიქრობ ძალიან მარტივი საკითხია, ისე რომ მას საერთოდ აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და ამიტომ რაღაც მექანიზმები მაინც არის, ანუ ეს არ გულისხმობს იმას, რომ და რეალურად კონკრეტული ჯგუფისთვის ნამდვილად არ არის ეს ცვლილება, აქ უფრო მეტად სწორედ ზარალდებიან პირველ რიგში და ხაზი გაუსვით სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც ყავთ ნათესავები, ვისაც შემდეგ უწევთ უკვე საქართველოს კონტროლებად ტერიტორიებზე შემოსვლა. იმ სამხედროებს არ უწევთ და ვერ შემოვლენ, მაგრამ მადლობა ხმარს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც
ძალიან ხშირად სტუმრობენ საკუთარ ნათესავებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შემდეგ უწევთ შემოსვლა საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიებზე. პირველ რიგში სწორედ ეს ადამიანები არიან სამწუხაროდ ამ მოქმედი რეგულაციების მსხვერპლი და ასეთი არაერთი ფაქტი ყოფილა მათ შორის ჩვენს მიერ დაფიქსირებული და სწორედ ამ კუთხით გქონდა ჩვენ პრობლემა და დანახული და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის, რომ ამ მართულებითაც გარკვეული რეგულაციების შეცვლაზე გვემსჯელა. კი ბატონო, მედიას სურს დამატება. დიახ. უბრალოდ ინფორმაციის თვალსაზრისით ჩვენ არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც რომელიც იყო მოცემული იმ რაოდენობის. თუმცა 2013 წლამდე ზოგადად ჩვენ ვიცით, რომ 2013 წლამდე დაკავებული ადამიანების დიდი ნაწილი იყვნენ მეზღვაურები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდებოდნენ და სხვადასხვა მიზეზით აღებდნენ ამ კანონს, ხშირად სავარაუდოდ არ ცოდნის ან ფორს მაჟორის გამო. რაც შეეხება უკვე მოგვიანებით, ამათ შემთხვევაში ასევე თავისუფლების აღკვეთაც გამოიყენებოდა. უკვე მოგვიანებით, რაც თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად გამოიყენებოდა, ძირითადად დაჯარიმებაზე არის საუბარი, როგორც ბატონმა უჩამ აღნიშნა, ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ნათესაური კავშირების შენარჩუნების მიზნით გადაადგილდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს დანარჩენ კონტროლირებულ ტერიტორიებზე და უბრალოდ არიან რუსეთის მოქალაქეები. მათ შორის მაგალითად ბოლო შემთხვევა ასეთი არის, რომ ადამიანი, რომელიც არის დაბადებული კახეთში, მაგრამ დღეს არის რუსეთის მოქალაქე, თუმცა კახეთში ყავს ნათესავები მშობლები, ჩამოდის მათთან რეგულარულად და ასევე სტუმრობს დაუშვათ სამხრეთ ოსეთსაც ნათესაური კავშირების დამყარების და გაღრმავების მიზნით. ამიტომ რეალურად პასუხისგებლობა ჩვენი ინფორმაციით, ანუ იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, სწორედ ასეთ ადამიანებს ეხება. კი ბატონო, დიახ და შემდეგ მანიშნები და შემდეგ თქვენ. არის ის ადამიანები, ვინც საქართველოს სამართლებრივ სივრცეში მოხვდნენ და ასე ვთქვათ, ჩვენ ავრიცხეთ ეს. ხოლოდ. ყველა ვიცით სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაძაბულება და ის რომ ყარაბაღში როგორც შეფრინდება აზერბაიჯანი ამაზე რეაგირებას ახდენს. ის რომ ჩვენ ამაზე რეაგირებას არ ვახდენთ, მე არ მიმაჩნია ჩვენს სიძლიერეც და გეტყვით რა საგებულება მოაქვს აი ამ კონტროლის ესეთი კონტროლის კანონის საზღვრიდან იმ ადამიანების გადაადგილებას, რომლის შესახებ ზევით ნათესავებზე არ საუბრობთ. იმ ნათესავმაც უნდა იცოდეს, რომ კანონი კანონობს და იმანაც უნდა აღოს პასუხი, რომელსაც ჩვენი სასამართლო მერე ლოიალურად უნდა მოექცეს, მაგრამ ვინც ყველაზე მეტად ამაზე სარგებლობს, იმისთვის თუნდაც კანონმდებლობის დონეზე და ჩვენი დამოკიდების დონეზე არიერი მაინც უნდა არსებობდეს. ყველა ძალიან გახმაურებული ფაქტი დათო ტურაშვილი იყო გამოაცხადეს ნომგრადად აზერბაიჯანში, იმიტომ რომ ყარაბაღში იყო ჩასული. არც აპირებდა მე აზერბაიჯანში წასვლას, ეს სამომავლოდ კიდევ აი ამ დაეთქვა, რომ არ დააკარგა. მე მოუხდა აზერბაიჯანში შეგვიდა, რომ ეს ადამიანი შეისწავლა, მაგრამ ისენ ტკივნეულად რეაგირებენ იმაზე, რაზეც ჩვენ შევხვდეს ტკივნეული რეაგირება, რაც ჩვენ ბაშორებს ბიზნეს, რაც შეიძლება ურთიერთობის აღდგენა, ინტეგრაცია და მიმოვიზარდე ერთად ცხოვრება ერთად სივრცეში, ხო? ის გადამკვეთ ხალხი ამას ხელს არ უჭერს. მე არ მგონია რომ ამას ხელს უჭერს. იქ ცხოვრება ადამიანს არ ვიცი შეიძლება ბევრი ის არის, მაგრამ ჩემზე მეტად ამოყვარდეს ამ მეგობრების მართლა მეგობრები ყავს და არა პარტნიორები და კოლეგები, ვინმე გამომდე ვისთანაც კომუნიკაცია მაქვს და ასე შემდეგ. ისინი არ გძნობენ ამის აუცილებლობას, შეიძლება რაღაც რაღაცას შეუჩეს. არ არის ამის ეს არის თემა აქტუალური. ეს თემა აქტუალური არის ის, ვინც ამ კანონს არდებს და უფრო გილაც დაარღვევს ამ კანონს აღარ ინერვიულებს, რომ ამას არდებს. ეს ჩვენ არაფერს არ გვაძლევს, არც მოსახლეობას რომელიც იცხოვს. ეს შემიძლია. დიდი მადლობა. არ ვიცი, ალბათ ამ დარბაზში მაინც ვერავინ იტყვის, რომ თუნდაც ეს კონფლიქტი მთიან ყარაბაღში მოგვარებული ასეთი პოლიტიკის გამო პირიქით კიდევ უფრო გართულებულია მდგომარეობა სწორედ ასეთი კაცრი მიდგომების გამო და თუმცა კიდევ ერთხელ წერანაც ვახსენე, რომ ცალკეულ შემთხვევებში იქნება რაღაც რუსი გენერალი თუ არ ვიცი, ოლეგ გაზმანოვი, ხო, რომელიც რაღაც კონკრეტულ წესებს დაარღვევს, მას ეს სხვა მექანიზმები შეიძლება იყოს მოფიქრებული, რაც ისეც არსებობს. ბატონი, დიახ, თქვენი ყავით. შემდეგ ბატონი გიორგი. რაღაცა ჩემს წრეში
სამეგობროში ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უამრავი პრობლემა არსებობს ახლა ქართულ აფხაზურ და ქართულ ტერიტორიებში და რატომღაც ყველა დონეზე ხდება ამ საკითხის წამოწევა. ანუ ცვლილებების შეტანა კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და აი ზუსტად იმ კუთხით, რასაც ქვია დამოუკიდებლობის საზღვრის დამოუკიდებლობის უფრო ლიბერალურად მიდგომა, ანუ სისხლის პასუხისმგებლობაზე განთავისუფლება. და ყველა ასეთი შთაბეჭდილება რჩება, ეს ვიღაცას უნდა და აბა დღეს წამოწევა ხოლმე. მე გოდიშველი თქვენ აქტივით ამ სიაში, მაგრამ რატომღაც სადაც ჩვენ ვესწრებით დისკუსიას აქტივად ეს თემა წამოიწერს წინ. მე მაგალითად ამას თქვენ ფიქრობთ, ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ ოზურ და ქართულ აფხაზურ ურთიერთობაში და რატო ხდება ამ საკითხის წამოწევა? ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია მეც, იმიტომ რომ აი როგორც ზურაბად არ არის ეს კანონი, არც მოგვიმატებს და არც მოგვიყვებს ჩემი საზრით. არ არის ეს აქტუალური. არც იქეთ ხარეს დახტა. ვიღაცა სჭირდება ესეთი შთაბეჭდილება რჩება. როცა ვახსენებ ჩვენ კვიპროს და სხვა ქვეყნებს მაგალითად თქვენ შემდეგ უკეთესად იცით ალბათ რომ კონფლიქტის სხვადასხვა კუთხის არსებობდა ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ ვინ დგას ჩვენი კონფლიქტების უკან იმათ უკან დგას შედარებით ცივილიზებული ქვეყნები და ჩვენი კონფლიქტის უკან დგას ყველაზე საშინელი ბნელი ძალა და ესეთი ქვეყანა როგორც არის რუსეთი აი ეს გასაფრთხილებელია მადლობა თქვენი ყავით შემდეგ ქალბატონი მარია და გიორგი დამოუკიდებელი ექსპერტი ანალიტიკოსი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კონფლიქტების საკითხებში და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში. პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. კარგია, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმდინარეობს საუბარი და ეს მისასალმებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომღაც სამხრივად გამოდის ამ ადამიანის უფლებებზე საუბარი. მე თვითონ სოხუმელი ვარ. მე ყველა ეს ჭირი გამოვიარე ის ომი 99 წლის ამბებიდან მოყოლებული 15-16 ივლისიდან მოყოლებული. და ერთი ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებზე რატო არ საუბრობთ იქ თავისუფლად გადაადგილებაზე, აი ეს მაინტერესებს პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი უფლებები, ხო? 24 წელია იმყოფებით, ვერ ჩავდივართ იქეთ, ჩვენ იქეთ ყოველთვის ლოიალურად ვექცეოდით, სანამ არ დადგა ეს 2008 წელი. ყველანაირად ხელს უწყობდით, არიქათ რუსეთის პოლიტიკასაც ვიზიარებდით, რაღაც იმას კი ბატონო, ოღონდ ეს მოგვარდეს ომი არ იყოს, რაღაცა, მაინც ჩვენ აქ ვართ. არაფერი არ შეცვლილა ჩვენ მიმართ დამოკიდებულებაში. ჩვენს უფლებებს მინდა იცავს ამ კონსტიტუციურად მომიჯებულ უფლებებს, სახში დაბრუნების და ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ეს ხო გაგვაჩნია ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ. შემდეგ მე სავსებით მინდა დავეთანხმო განსრულებს ამ საზღვართან დაკავშირებით. რატომ უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და არა ადმინისტრაციული? მოდი გავაანალიზოთ სიტუაცია რა მდგომარეობაში ვართ ახლა. რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორია ისინი, მაგრამ რუსეთმა აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნებად, ხო? ყველანაირად ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით აფხაზეთის ჩანსამართულებით, რომ დაიმკვიდროს თავი როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ჩვენი საგარეო უწყება, რომლის უშუალო მოვალეობა ასეთ ფაქტებზე რეაგირებისას საერთოდ სდუმს, სანამ Facebook-ში არ ავტეხავთ ერთი ამბავს და ისიც შემთხვევით ნახავთ ისევ აფხაზების საიტებზე, რომ აი ჩვენმა დელეგაციამ იქ საერთაშორისო გამოფენაში, რაღაც კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და არ ავტეხავთ ამაზე ერთი ამბავს, მანამდე საერთოდ არანაირი რეაგირება არ არის. აი ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი საქართველო რუსეთის ოფიციალური საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ჩვენ სისხლის სამართლიანი დანაშაულიდან ადმინისტრაციაში გადაგვაქვს. ეს საკმაოდ დიდი რისკების შემცველია, იმიტომ რომ აფხაზეთი ჩვენ ყველანაირად ეხლა რუსეთი ცდილობს რომ აფხაზეთი ისევ მხარეთ წარმოაჩინოს და თვითონ ჩამოშორდეს აი ამ სიტუაციას. ეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ არის მიღებული არც ეთნიკური აფხაზების და არც ეთნიკური ოსების წინააღმდეგ. ეს კანონი მიღებულია უშუალოდ რუსეთის პოლიტიკის შემაკავებლად და იმის დადასტურებად, რომ ჩვენ ეს ტერიტორიები საქართველოსია, ჩვენი ტერიტორიებია და ეს ტერიტორიები არის რუსეთის მიერ ოკუპირებული. არანაირი სხვა აფხაზებისა და არანაირი უფლებების შელახვის მიზნით არ არის მიღებული.
რას წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაული და რა განსხვავება ადმინისტრაციულ დარღვევას შორის. სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პიროვნება ავტომატურად ხდება ბაზაში და მას იქიდან ვერავინ ვერ წაშლის. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს პიროვნება, რომელმაც დაარღვია ეს კანონი, ადმინისტრაციულად დაისაჯა, 9 წლის შემდეგ ეს ბაზიდან იშლება, ანუ მას თითქოს არ ჩაუდენია. როგორ გააკონტროლებთ მე ამას? როგორ გადაიყვან ხელმეორე 6-7 თვის მერე 1 წლის მერე ანალოგიური დანაშაულისათვის, როგორ შეუფარდებთ მე სისხლის სამართლის დანაშაულს, როდესაც ბაზაში არ გექნება ამ კაცმა ეს ერთხელ გააკეთა. აი ესეც განსხვავება, ამაზე საერთოდ არ უნდა საუბარი უბრალოდ. Так. სისხლის სამართლის დანაშაული ყოველ ეს ვიყავართ. ხო, რაც შეიძლება ვენეციის კომისიითა და კონფლიქტებით აპელირება საიმედო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბატონო, ძალიან სასიამოვნოა, რომ აი ამ კუთხით თქვენ მუშაობთ, გული შეგტკივათ, გინდათ რომ ადამიანის უფლებებზე დაამახვილოთ ყურადღება და ასე შემდეგ. მაგრამ სწორად აღნიშნეს, რომ ყველა კონფლიქტს ჩვენ კონფლიქტებთან ანალოგს ვერ გავუკეთებთ და მსოფლიოში ვერ გაკეთებთ. ერთადერთი კონფლიქტი, რომელიც შეიძლება რაღაც პარალელები გავაკეთოთ, ეს არის ყარაბაღის კონფლიქტი. იმიტომ რომ ეს პოსტსაბჭოთა სივრცე იყო, სცენარისტი ერთი იყო ამ კონფლიქტის და ერთნაირი სცენარით მიმდინარეობდა როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ასევე ყარაბაღში. ერთნაირი სცენარით წარიმართა ეს კონფლიქტები. აქ შეიძლება გარკვეული პარალელების და ანალიზის გაკეთება. მაგრამ კვიპროსი, იგივე სერბეთი, რო ავიღოთ ამ კონფლიქტებთან მიმართებაში ჩვენი რაღაც პარალელების გაკეთება საკმაოდ ძნელია. იმიტომ რომ მიზეზი სხვა იყო, აქტორები სხვა არიან, სხვა მიზნები იყო, ისტორიული წარსული სხვა, ანუ თვითონ გენეზისი კონფლიქტის სხვა. ამიტომ ამ მიმართებაში პარალელების გაკეთება ცოტა ძნელია და უხერხულიცაა. რაც შეეხება ვენეციის კომისიის, ასე ვთქვათ, დადებით გამოხმაურებებს აი ამ შესწორებებთან დაკავშირებით. მადლობთ, მაგრამ როცა ამ კანონს რეგულობდით 2009 წელს, ხო, მაშინაც ვენეციის კომისია საკმაოდ დაეთანხმა იმას, რაც ეხლა მოქმედი კანონია. მაშინაც დაეთანხმა. ყველაფერს არ. იპასუხებთ. დაეთანხმა. ნაწილი. მოქმედ კანონს დაეთანხმა. ადრე რაც იყო წარდგენილი, იქ გარკვეული მუხლები მართლა შეგდიდებული, რომ უფრო მკაცრი იყო წარდგენილი. მე თვითონ ვებულობდი ამ კანონის შემუშავებაში მონაწილეობას და მინდა ერთი აღნიშნო, რომ როდესაც იმ ხელისუფლებაში, ხო, მე არ მინდა რაღაც ვინ ვისისტია და ამის იქნება, მაგრამ ერთი მიდგომა იყო, როდესაც აი ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც მიღება უნდა, ყოველთვის წინასწარ ყრიბავდნენ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, დაახლოებით 2-3 თვე მიდიოდა იმის განხილვა, რა უნდა მიღებულიყო. და შემდეგ აი ყველა მოსაზრების შეჯერებით იყო. ეს უბრალოდ ზაქარიაშვილი გამოვიდა, მაშინ სახელმწიფო მინისტრი რო იყო და მე მინდა იყოს ასე და დადო დოკუმენტი, რომ აი ესე უნდა იყოს. ამ დროს სასამართლოების კანონს ვენეციის კომისია წარმოუდგია. კარგით, დიდი მადლობა. იქნებ თხოვთ იმ ტრანსფერტის. რაც შეეხება ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებას. აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული პროგრამები ხორციელდება შეუულებრივად, ლეგალურად და ამან არავის პრობლემა არ ექნება. მე ვიცი, ჩეხეთის საელჩო აწარმოებს რამდენიმე პროექტს, რუმინეთის საელჩო არ ჩართული, ნატოს ოფისიც კი შეფარულად არის იქ ჩართული რაღაცნაირად ამ ჰუმანიტარულ მაშინ. არაფერს ვამბობ იმ ჯანდაცვის პროექტებს და სხვა იმებს. ამიტომ ეს კანონი არ სურდავს არანაირად. ფორს-მაჟორს რაც შეეხება. ფორს-მაჟორის სისტემა კი ბატონო მისასალმებელია, რომელიც არ არის აქ და გასათვალისწინებელია, მაგრამ აქაც რისკ ფაქტორებია გასათვალისწინებელი აუცილებლად. რა შეიძლება ჩაითვალოს ფორს-მაჟორს. იგივე რო დაუბრუნდეთ აი მეზღვაურების თემას, რომლებიც როგორც თქვენ გზადეთ ფორს-მაჟორული სიტუაციის შექმნის გამო, ანუ ის ღერვა, ტალღა, რაღაცა შტორმი, ამიტომ იძულებული იყვნენ შესრულებენ. ეს არის მათი პოზიცია. რეალობაში ეს არის ძირითადად თურქეთის თურქული გემები, რომლებიც სეინერები არიან, თევზაჭერი გემები არიან. რეალურად ესენი დამოუკიდებელი და არ არიან სახელმწიფოს აწარმოებენ. მე ჩახედული ვარ მაგ ისტორიაში და ვიცი, როგორ და რა ხდება. ესე იგი, მათ ქირაობენ, იციან სად უნდა შევიდნენ.
მაგრამ პორტის გასვლის დოკუმენტში ორ ჟურნალს აწარმოებენ. პორტის გასვლის დოკუმენტში წერენ რომ მიდიან ვითომ სოჩში, შემდეგ აფორმებენ რომ ვითომ ფორს-მაჟორია და შედიან აფხაზეთში. იქიდან გააქვთ ხე-ტყე, ჯართი, რაღაცები. მერე შედიან აფხაზეთიდან სოჩში შედიან და სოჩიდან ბრუნდებიან მერე მაშინ რა ქვია თურქეთში. შემდგომ უკვე ეს თურქული გემები, როცა ჩვენს აკვატორიაში ხდება და ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ხდება, როცა დოკუმენტაციას წარადგენენ და სწავლობენ, ახლა აფხაზეთშია შესული სოჩი და ეს მექანიზმის სქემა ყველამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ აკავებდნენ მათ და სხვა არაფრისგან. გარდა ამისა, არის ორი ასეთი ფაქტორი. აფხაზეთის საზღვაო აკვატორია, ანუ საქართველოს აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთი და საჰაერო სივრცე იგივე ჩაკეტილია საერთაშორისო გადაზიდვებით და ეს საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე ხდება. ირღვევა ეს მაინც, ვინ არღვევს რუსეთი არღვევს მარტო. მეტი არა, შიდა გადაზიდვებს მაინც აწარმოებენ. როცა ფორს-მაჟორულ სიტუაციას განიხილავ, აქ უკვე ჩნდება შავი ხვრელები. აი ეს რისკები გასათვალისწინებელია, თორემ ფორს-მაჟორის სისტემას, ბატონო, უკვე გაჩენილია, როგორ ჩდება კანონში ცვლილება. კანონში ცვლილება, როცა შევაშენებთ დოკუმენტურად ადასტურებ ამას და ისეთ შავი ხვრელები ჩნდება, რომ შენ ვერ შეედავები მერე აი ამ უკვე არსებობს, ხვრელი კი არა, მე ვფიქრობ არსებობს ძალიან ბევრი. რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობას, თქო, იქნებ ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ სხვებიც არის და დროში ვარ ჩასული ბატონო გოჩა. აფხაზეთი ხვდება დამოუკიდებლად. როდესაც ჩვენ აი ამ კანონში ცვლილებების თაობაზე საუბრობთ ეკონომიკური ხაზით, აქ ისეთი მექანიზმი იქმნება, რომ ესე იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდება ფირმები, იგივე ქართულ-აფხაზური ან თვითონ ქართველები აფხაზებს დაარეგისტრირებენ, იქ აწარმოებენ ეკონომიკურ იმას ყველაფერს და ეს აქ ბიუჯეტს აკუთვნებენ. გარდა ამისა, ძალიან დიდი საშიშროება არის ასე ვთქვათ, კონტრაბანდული ხაზების განვითარების. აი ესეც გასათვალისწინებელია. არ არის ისე მარტივად და საბოლოოდ მინდა შევაჯამო ახლა ყველაფერი ეს. რა სიტუაციას ვდებულობთ? აქ სწორად აღნიშნა, რომ ვიღაცას ჭირდება ამის ცვლილება, ჩვენ არ ვიცით ალბათ იცის 200-300 კაცმა და საიდანაც მოდის ეს ინიციატივები. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთში ჭიდაობაში ვიჭრიდებით აქ. პირველი, მოდი შევახსენოთ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. პირველი 2013 წელს პარლამენტში, როდესაც დასგა დევნილთა საკითხი, კანთარიან მაშინ დეპუტატი იყო, პირდაპირ განაცხადა, შეიძლება გამოიღოთ ინტერნეტში ეს მოძებნოთ მის ინტერვიუ, ეს განცხადება, რომ დევნილებს უნდა მოეხსნათ უკვე დევნილის სტატუსი, იმიტომ რომ მათ უკვე არავინ არ დევნის. ეს მისი განცხადებაა. შემდეგ მოდის, ამის შემდეგ ბატონო გოჩა, იქნებ დავასრულოთ რა. კი, მაგრამ ძალიან სათაჯარო. ზაქარიაშვილი შემდეგ ამ განცხადების შემდეგ ზაქარიაშვილი აღნიშნავს ამ ინიციატივას, ამ კანონში ცვლილებებს, დევნილების შემდეგ უკვე დღეს დევნილების კომპენსაციის მოხსნაზეა საუბარი და ამას არავინ არ ათავისებს, რომ კომპენსაციაა და არა სოციალური დახმარება. ესენი 45 ლარს იღებს, კიდე 1 ლარი იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. ეს იღებს იმიტომ, რომ ის დევნილია და არა სოციალურ ქსელებში თუ აი ამ ეუფერდება ვაჯამებ და საბოლოო სიტუაცია სოციალურ ქსელებში უკვე აფხაზებს თუ აანალიზებ და შედიხავთ იქ და რას წერენ და როგორ რას აკეთებენ, უკვე ნახავთ, რომ ეს ინიციატივა დევნილთა კომპენსაციის მოხსნაზე და ამის გაჟღერება, რომ პარლამენტმა გააჟღერა, რომ კანონს უბრუნდებიან ამ ცვლილებებს, უკვე ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ აი ჩვენმა მუშაობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ უკვე საქართველოს სხვანაირად ვიყურებს და ნელ-ნელა ცოტა ხანში დამოუკიდებლად გვაღიარებს. აი ასეთი განცდა აქვს. კარგი, ბატონო, ქალაქეობის მიღებას არ წარაპირს და დიდი მადლობა. ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც მივდექით ამ საკითხს, ეს არ არის მარტო ადამიანის უფლებები გასაგებია, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების დიდი მადლობა. ყველაზე წინ უნდა იყოს. დიდი მადლობა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თავი შევიკავოთ საკითხის პოლიტიზებისგან, თუმცა პრობლემაც ეროვნულ უსაფრთხოებაზე მაქვს საუბარი და ტერიტორიის კი ბატონო და მე ვფიქრობ, რომ აქ იმიტომაც ვთავაზობთ გარკვეულ მექანიზმებს, სადაც სწორედ უსაფრთხოების სამსახურს ექნება გარკვეული უფლებამოსილებები, რომელიც რაც აქვს, მაგრამ კიდევ უფრო ნათლად უნდა იყოს რაღაც საკითხთან დაკავშირებით. მე უბრალოდ იმის თქვა მინდა, ეხლა მე ყველა პუნქტთან დაკავშირებით ხელახლა ვერ გავიმეორებ, იმიტომ რომ თავიდანვე ვთქვი და აღვნიშნე, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი რეკომენდაციები ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო მიზანი სწორედაც ის არის ჩვენი,
ამ საქმიანობის და თითოეული ჩვენთან არის ვეფიქრობ რომ სწორედ გადაადგილების უფლება და ის რომ დაბრუნდეს ყველა დევნილი საკუთარ სახლში იქნას მიღწეული ეს არის სწორედ ის შედეგი რომლისკენაც ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციები მე ვფიქრობ რომ ვისწრაფით და მივდივართ სწორედ აქეთკენ და სწორედ ეს არის მთავარი მიზანი და გასაგებია თქვენი მოსაზრება მადლობა უბრალოდ არის კიდევ ბევრ ადამიანს სურს ქალბატონ მარიას სურს ბატონი იყო კიდევ შემდეგ თქვენ და გიორგიც იყო კიდევ United Nations and first of all thank you very much for these encouraging and constructive proposals and you rightly mentioned that these changes to the law as proposed could be a first step for lifting barriers, improving the humanitarian and socio-economic situation of people living in the territories. We also refer to the positive experience of Moldova and Cyprus, where there has been a long dialogue, informal and formal, on such changes to make this happen in practice. My question is, how do you see such changes to the law in relation to a wider government strategy for engagement? Because changing the legislation is one thing, implementing it also depends on engagement and informal and formal dialogue with the other side. At the moment there is no formal strategy for engagement. How do you see these changes to the law related to such a strategy? დიდი მადლობა. ჩვენი მუშაობა მიმართული არის სწორედ იქითკენ რომ სახელმწიფოს კონდეს უფრო მეტი ასე ვთქვათ ვალდებულებები ამ მიმართულებით მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ის რომ არსებობდეს და მე ნაწილობრივ გაკვირვით ვახსენე კიდეც რომ აუცილებელია ერთიანი სტრატეგიის არსებობა რომ ასეთ სტრატეგიაც არსებობდეს და ზოგადად ქართული პოლიტიკა მიმართებით შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად არსებობს მაგრამ არ არის ბოლომდე ასე ვთქვათ დახვეწილი და ჩამოყალიბებული და მე ვფიქრობ რომ ჩვენი ანგარიშით ეს რეკომენდაციები სწორედ მიმართულია იქითკენ რომ ხელი შეეწყოს ასეთი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ყოველ შემთხვევაში დისკუსიის დაწყებას და შესაბამისად რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მისვლას და ერთ-ერთი ნაბიჯი სწორედ ვფიქრობ იმისათვის რომ ასეთი სტრატეგია არსებობდეს მე ვფიქრობ არის სწორედ ის რომ ეს რეკომენდაციები ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოსაზრებით უნდა იყოს ასევე ასახული იმ სახელმწიფო სტრატეგიაში რომელიც იქნება შემუშავებული ბატონ დიახ თქვენი ყავით და დიახ შემდეგ ბატონი გიორგი იყო კიდევ თქვენ და კი ბატონო სახელმწიფომ აიღო ესეთი უცნაური პოზიცია ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებში მთელი ასე ვთქვათ გვერდი ამ მმართველობის საქმიანობის გადავიდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის კისერს ზოგს რატმავდა ისინი რასაც აკეთებენ მთელი ამისი ასე ვთქვათ არ დაფასება და ძალიან დიდ საქმიანობას აწარმოებენ წლების განმავლობაში თუმცა მე მაინც გონია რომ ამ იქ არსებული სიტუაციის შიგნით და საზღვის გადაკვეთის ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესახებ მე რატომღაც ესეთი დაბეჭდილება მჩნდება ამ წლების განმავლობაში რომ თბილისში მაინც და მაინც ძალიან რეალურად ვერ აფასებენ ობიექტურად იმ საშუალებებს და რეალურ რისკებს რომელიც იქ არსებობს და პერსპექტივებს პირველ რიგში რას გულისხმობ მე აქ მიუხედავად ჩვენი არაერთი გზის მოწოდების ჯერ როგორც საზოგადოებრივი სექტორიდან მერე სახელმწიფო სტრუქტურებიდან შემდგომ ორგანოების მიმართ რომ ამ საქმიანობაში უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული სახელმწიფო სექტორი და სახელმწიფო რესურსები უნდა იყოს ამ მიმართულებით ჩართული მაინც პირველივე ესე ვთქვათ შეფასება ჩინოვნიკებისგან მაღალი რანგის ჩინოვნიკებისგან რომ ვითომ და იქ ცხოვრები მოსახლეობა ან არ მიიღებს ან ვერ მიიღებს არის უამრავი წინაღობა იმისათვის რომ სახელმწიფო სტრუქტურას არ აქვს საშუალება ობიექტური საშუალება ეს არის აბსოლუტურად ილუზია არასწორი ინფორმაცია ტყუილია ეს ბევრ რაღაცების გაკეთება შეიძლება იქა სახელმწიფო რესურსების გამოყენებით
აი აქ თქვენ ანგარიში ამ ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის შედგენიდანაც და მანამდე როცა სამუშაო ჯგუფში ჩვენ ვღებულობდით მონაწილეობას ისეთ რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ საბოლოო ვერსიაში მაინც არ აღმოჩნდა ეს მომენტები, რომ თანხლებ საკანონმდებლო აქტებში არ არის გათვალისწინებული ის მოსალოდნელი პრობლემები, რომელიც შეიძლება დაუდგას სახელმწიფო სტრუქტურას. კერძოდ რას გულისხმობ? აი ერთ-ერთი საკითხი ავიღოთ, რომ ფისკალურ სტრუქტურებს აქვს უამრავი ბერკეტი იმისათვის, რომ შეუზღუდოს სახელმწიფო სტრუქტურას იქ რამე აქტივობის განხორციელებისა. მაგალითად არის ლაპარაკი ბავშვად რაღაცა მცირეოდენი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რაღაცა ნივთების ქონების გადატანა იქ ტერიტორიაზე. უამრავი სტრუქტურა ბოლო ამ 10 წლის განმავლობაში აღმოჩნდა ამ ძიმე მდგომარეობაში იმ დონემდე, რომ იყო ჩართული ადმინისტრაციული ორგანოები, პროკურატურა და მთელი უბედურება დაასდა იმ ხალხს, რომელმაც გაბედეს ამ მსგავსი აქტივობის განხორციელება ამ მიმართულებით. თუმცა ეს ხალხი, რომელიც იქ არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვისთანაც ჩვენ გვაქვს აი მუდმივი კონტაქტი, სატყოფას გამოთქვენ ყველანაირ ხერხების გამოყენებით იქ განახორციელოს საქმიანობა. რატო ხაზი გაუსვიროთ ჩვენ აი რაღაცნაირად დისტანცირებულები ვართ ამ აქტივობისგან, რომელსაც ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი საქმიანობაც მიდის ცოტა ესეთი სპონტანურად რა, მე იქ ცხოვრობდი და ვიცი რა სიტუაციაში უწევდათ მახალს მუშაობა. ანუ სახელმწიფოს მხრიდან არის ძალიან ისეთი პასიური პოზიცია აღებული, რომ ნებართვას აძლევენ, თვალს ხუჭავენ და შესაძლებლობა გააჩნიათ ეხმარებიან ამ ორგანიზაციას, მაგრამ თქვათ, რომ ეს არის რაღაცა სტრატეგია არსებობს ამ საქმიანობით, ისეთნაირ წვეტილი აქტივობებს გააჩნია, აი ვინ რას აკეთებს, შიგნითაც ერთმანეთთან არ აქვს არანაირი კომუნიკაცია. ვიცი ეგა და ამიტომ შემიძლია სპამაღლა თქვა აქ, აი თქვენთან დასწრებით. აი ამ კუთხითაც არის რაღაცა სერიოზული სამუშაო განხორციელებელი. წეგან ერთ-ერთმა გამოსვლელმა ბრძანა, რომ აქ ლაპარაკი არ არის მარტო ამ კანონში რაღაცა ცვლილების შეტანის აუცილებლობაზე საუბარი, საერთოდ აი ახალი სტრატეგია უნდა იყოს შემუშავებული, თუმცა რაც არის ჩადებული ესეთ კაცრი პირობები რაღაც მომენტებში ვეთანხმები ბატონ თენგიზ და ბატონ ზურას, რომ რაღაცებს ალბათ უნდა იყოს ტაბუიზირებული, მაგრამ რაღაც მომენტებში ალბათ სერიოზული ცვლილებებია შესატანი. და აი ამ კუთხითაც რომ ყოფილიყო თქვენს ანგარიში, ალბათ მე ესე მგონია, რომ იქნებოდა უფრო ესე ვთქვათ ღრმა სურათის მოწოდება დამსწრებისათვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ამ თემაზე პრინციპში გარკვეულწილად არის ანგარიში, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს თემა გაიშალოს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს თემაც ეს საკითხით შეგვეტანა რეკომენდაციებში. თუმცა, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. გიორგის უნდა სურა მცირე კომენტარი. უბრალოდ მინდოდა მე თქვა ეს ბატონო ზურა ბრძანა ყარაბაღთან დაკავშირებით და შემდეგ გარკვეული რაღაც აუდიტორიის რაღაც ნაწილი დაეთანხმა იმ პოზიციას, რომ მართლაც საქართველოს მიდგომები უნდა გავდეს თქვა აზერბაიჯანის მიდგომას. მე მართლა არ მესმის რას ეყრდნობა, იმიტომ რომ ჩემ ანუ ერთი და იგივე ფაქტიდან სხვადასხვა ეტყობა დასკვნები გამოგვაქვს, იმიტომ რომ ყველაზე ჩიხური, ყველაზე სასტიკი, ყველაზე დაუნდობელი ადამიანების მუდმივ ტანჯვის გამომწვევი კონფლიქტი ჩვენ რეგიონში არის ზუსტადაც ყარაბაღის და ნამდვილად არ მინდა ვიხილო, არც როგორც ქართველი აჭრის აფხაზ თავს და ამას მე იღებს და სოციალურ ქსელებში გამოდევს და ასე შემდეგ და არც მეორე მხარე როდესაც აკეთებს ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი ხდება ყარაბაღში. და მეორეს მხრივ თქვა, სადაც არის შედარებით ლიბერალური მიდგომები, სრულიად სხვა სიტუაცია არის. კი, პოლიტიკური შემადგენელი ამ კონფლიქტის ჯერჯერობით არ მოგვარებულა, თუნდაც იგივე დნესტრისპირეთში. მოდით ესე შევხედოთ, თუ ადამიანები გადაადგილდებიან, თუ ადამიანები მუშაობენ მშვიდობიანად, არ ხოცავენ ერთმანეთს, მსხვერპლი ნაკლებია, მეტნაკლებად ნორმალურად ცხოვრობენ. დიდი ბოდიშით, კი, სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანის ცხოვრების ხარისხი და არა ყველასი ორივესი
ორივე მხარეზე ვლაპარაკობ მე, იქეთ მხარეზეც და აქეთ მხარეზეც ვლაპარაკობ და საცხოვრებელ პირობებს რა ეგრევე უკაცრავად რა. იქნებ მე არ გეჩრებოდი თქვენ, როდესაც საუბრობთ, გთხოვთ დამაცალოთ მე საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, ჩემთვის აბსურდს საუბრობდით თქვენ ზუსტად და ზუსტად. კარგი, გთხოვთ გიორგი, გთხოვთ ძალიან. არა, პირიქით, უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამ მიდგომების შედეგად ვარ დღეს იმ მდგომარეობაში, რასაც ვყავით და პრინციპში ამ ყველაფრის დასაწყისი ზუსტად ამგვარ მიდგომებს უკავშირდებოდა გარკვეული ადამიანების. მეორე რაც მინდოდა ასევე მე თქვა რომ დარწმუნებული ვარ საქართველოს ხელისუფლებას თუ უნდა მართლა რაღაცეების წინ წაწევა მოუწევს არა მხოლოდ ამ რეკომენდაციების თქვენი რეკომენდაციის გათვალისწინება, არამედ კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა. შედეგად მე ვფიქრობ, თუ ესე წავედით ამ მიმართულებით, ნამდვილად ეტაპობრივად რაღაცეები შეიძლება ჩვენ ურთიერთობებში და ორივე მხარეს, იმიტომ რომ ცალმხრივი ჩვენ ალბათ მოგვიწევს ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმა რაღაც პერიოდის განმავლობაში, თუმცა ამ მცირე ნაბიჯებმაც კონკრეტული შედეგები უკვე გამოიღეს კიდევაც, იმიტომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ სამწუხაროდ კი ძალიან ცუდი ამბავი იყო, მაგრამ თუ შევადარებთ წინა წლებს, რამდენ ადამიანს კარგავდით ამ კონფლიქტებში. ეხლა ესეთი ადამიანი ყოველ შემთხვევაში პირდაპირი ძალადობის მსხვერპლი არის ერთი შეიძლება სხვებიც არის, მაგრამ ისეთი რაოდენობა არ არის. მოხდა იგივე პატიმრებისგან თავისუფლება და გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ის ასე ვთქვათ ადამიანების იმგვარი როგორ გასაგებია, ანუ ეტაპობრივად ყველაფერი ერთად ნამდვილად არ ხდება და 2008 წელმა და წინამდებარე პროცესებმა, რომელსაც საკითხის პოლიტიზირებაზე არის საუბარი, მაგრამ ზოგიერთი რომელსაც მხარს უჭერდა, რატიპის ტანჯვა მოუტანა ჩვენ სახელმწიფოსა და საით გადაწია ეს კონფლიქტები ძალიან კარგად გვახსოვს. დიდი მადლობა ბატონ კრისტიანმა მარიშნამ, უბრალოდ მე ვერ მივხვდი წეგან და Thank you very much. Cristiano, Second Consular of Office in Georgia. Allow me also to thank you for the presentation and to join the message of support to your approach that was expressed earlier by the representative of the UNHCR and other speakers. I wanted to ask you in practical terms, we have seen, I mean, apart from this coherent document and proposal that you put on the table, we have seen various reactions in the last couple of months coming from the political forces represented in the parliament on this topic. When do you expect a proposal to take shape in the parliament, aiming at somehow adjusting the law on occupied territories, if that is feasible in your view in the coming future? მადლობა კითხვისთვის. მოგხსენებათ, სულ ახლახანს დაიწყო საგაზაფხულო სესია. ჩვენ რა თქმა უნდა, უკვე ამ პრეზენტაციის შემდეგ ვიქნება შესაძლებლობა ოფიციალურად ვიმართოთ მთავრობას, პარლამენტს, რომ ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ასევე იყოს გათვალისწინებული ჩვენი მოსაზრებები. თუმცა ერთ ხაზი მინდა გაუსვა, რომ პარლამენტმა გასუწერს მხოლოდ მცირე ნაწილში ამ კანონთან დაკავშირებით, მხოლოდ კონკრეტულად სისამართლეობრივი პასუხისმგებლობის ნაწილში, რომელიც შემოსვლას უკავშირდებოდა, დაიწყო საუბარი, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ უფრო ვრცლად ყოფილიყო, ასე ვთქვათ, შესწავლილი ეს კანონი, ის ცვლილებები, რომელიც საჭიროება არსებობს, რომ უფრო სხვა მიმართულებითაც ყოფილიყო და არა მხოლოდ ამ პასუხისმგებლობაზე ყოფილიყო აქცენტი გადატანილი და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ კომპლექსურად უნდა იყოს განიხილული ის ყველა შესაძლო ცვლილება, რომელიც ამ კანონში უნდა იყოს ასახული. ეხლავე გეტყვით, ხალბატონი არის ჯერ, შემდეგ ელიკო დიექტორში. არა, ჯერ. კი ბატონო. მოგესალმებით, მე ვარ მარინა ფოჩხვა, ქალთა ასოციაცია თანხმობიდან. პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა სახელმწიფოს და მის აპარატს ესეთი სიღრმისეული ანალიზისთვის. ამ პრობლემა ნამდვილად არის, ბატონო, თქვენ ახსენეთ პარლამენტში წინა სესიებზე განხილული სისხლის სამართლის თემა და ნამდვილად ეს იყო რეზონანსული დევნილთა შორის. მინდა გითხრათ, რომ მე სოხუმელი ვარ, დავიბადე და გავიზარდე სოხუმში. ჩემთვის არ არის შორიდან ხედვა იქაური პრობლემების, მაგრამ
მაგრამ სახალხო დამცველი რამდენადაც ჩვენ გვესმის არის რეკომენდაციებს აკეთებს იმიდან რაც რეალურად არის. რეალობა ის რომ ძალიან ბევრ ადამიანს რომელსაც უნდა სწავლა როგორც ქალბატონაირამ თქვა აქ და ვერ აკეთებს მე ახლა მაგ შემთხვევა ჩვენ გვაქვს Volkswagen-ის გრანტის ფარგლებში 10 ადამიანის მომზადების საშუალება უფასოდ რომლებიც სწავლენ მე გერმანიაში და ხარისხიანი ხალხი დაუბრუნდება გარკვეული სპეციალობით საქართველოს სოხუმელი გოგო რომელმაც სოხუმის უნივერსიტეტი დაამთავრა და ვერანაირად ვერ ხდება მისი დიპლომის ცნობა აქ ის ვერ წავა გერმანიაში მიუხედავად იმისა რომ ყველა სხვა კრიტერიუმით მესად ამიტომ ძალიან კარგია თუ სახალხო დამცველი ამ თვალსაზრისით გაამახვილეს ყურადღებას ასეთ ადამიანებზე ჩვენ ვფიქრობთ იმაზე რომ როგორც ბძანეთ 92-13 წლამდე დაბადებულ ადამიანებს არ აქვთ პრობლემა. ეს ადამიანები დაიბადნენ 93 წლის მერე. რა ქნას ამ გოგო მაშინ, როდესაც არ აქვს არანაირი საბუთი იმისა, რომ ის ნამდვილად საბჭოთა საქართველოს მემკვიდრე არის და რა დააშავა, რომ არ გააგებინოს თავის ტანატოლებს, არ გააგებინოს იქ მცხოვრებ ადამიანებს, რომ იყო კარგი ცხოვრება. მე მუშაობდი კვლევით ინსტიტუტში. მთელი ჩემი ბიბლიოთეკა, რომელიც მქონდა სამსახურში დღეს მაქვს თბილისში. არა იმიტომ რომ მე ჩავედი და წამოვიღე, არამედ იქაურმა თანამშრომლებმა, ჩემმა მეგობრებმა აფხაზებმა გადმოიტანეს ეს ბიბლიოთეკა აქეთ, მაგრამ იმ ქალმა მაშინ მითხრა, მე შენ ძალიან მენატრები, ოღონ ომის მეშინია. ჩვენ ეს გავითვალისწინოთ. ხალხი რეალურად ცხოვრობს მუდმივ შიშში. დობის აღდგენა და ურთიერთობების დამყარება ეს არის ალბათ ამოსავალი წერტილი. ბატონ ზურა, ნამდვილად გეთანხმებით რომ უნდა იყოს რაღაცა შემაკავებელი, რაღაცა ისინი დოკუმენტები, კანონი იქნება თუ რაც იქნება, ოღონ არ შეიძლება მუშტის ხმით ველაპარაკოთ ადამიანებს, ხო მაინც დადიან, ხო მაინც გადადიან. ძალიან ბევრი აფხაზეთელი არის რუსეთის მოქალაქე. ზოგიერთს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ზოგიერთს არ აქვს. ის რუსეთის მოქალაქე, აფხაზეთელი, რომელსაც სასაფლაო აქვს სოხუმში, რომლის მამის საფლავზე დაასაფლავეს უკაცრავად სომეხი ეროვნების ადამიანი. მას უნდა მიხედოს იმ საფლავს, ის ვერ ჩადის, იმიტომ რომ კანონმორჩილია. რა ქნას მან ჩამოვიდეს აქ, ორმაგი თანხა გადაიხადოს თბილისში ჩამოსვლაზე. მერე პრობლემებით წავიდეს სოხუმში. მერე შეიძლება გაკიცხო, რატო წახვედი. მამამისის საფლავი არის შერყვნილი, დასაფლავებულია 85 წელს გარდაცვალებული ადამიანი. რა ქნას ამ ადამიანმა. ამიტომ მე მადლობა მინდა ვუთხრა ამ კვლევის ავტორებს, იმიტომ რომ ნამდვილად რაღაცებია გასაგებებელი. ოღონდ დამატება ერთი, რომ სახელმწიფომ უსათუოდ უნდა აიღოს ვალდებულება, კაფიო ვალდებულებები და გამიჯნულ იქნას ესა თუ ის ფუნქციები. მავატიეთ ჩემი ემოციური გამოსვლის. ხო, და კიდე ერთი რამე მინდოდა და ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ საფრთხეს რუსეთისგან თუ სხვა ადგილებიდან შემოსული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქალაქეები, იქ მოკადროლობის გამო შესაძლებელია აიღოს საბუთები და ალბათ ესეც შეიძლება იყოს საფრთხე საქართველოს იმიჯისთვის, როცა ეს ხალხი უკვე გავა საზღვარგარეთ. ესეც საფიქრალია. მადლობა. მოგესალმებით, ელიკო ბენდელიანი, დიდი მადლობა საინტერესო ანგარიშისთვის, ვიზიარებს სრულად თქვენს რეკომენდაციებს. მინდა მოკლედ ორ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პირველი ეს ეხება ზუსტად ქართულ პასპორტებს, იმიტომ რომ დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა. ჩვენ ყველა დონეზე ვაჟღერებთ, რომ გვინდა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი ის სიკეთე, რაც ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ, თუმცა რამოდენიმე საკითხი არის გასათვალისწინებელი. პირველი ეს არის ინფორმირებულობის ნაკლებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების. მათ არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აიღონ ქართული პასპორტი, რეალურად არ აქვთ. საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად პრობლემატურია, ეს არის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით და ჩვენ მკაფიო პოზიცია რომ არ მოხდება გასაჯაროება იმ პირების, ვინც აიღებს ქართულ პასპორტს. აუცილებლად უნდა მედია მისაუბრა პროცედურაზე და რამდენად გართულებულია. მე ვიტყვი, რომ არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის შემდეგ დაიბადნენ, სამწუხაროდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჰქონდათ საბჭოთა კავშირის პასპორტი, მათთვისაც პრობლემურია, ხშირ შემთხვევაში მათ დაკარგული აქვთ ეს პასპორტი, ან ბაზაში არ არის, ან უამრავი ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც ადამიანებს თვეები უწევთ ლოდინი და
გართულებული გადაადგილებასთან დაკავშირებით ეს თითქმის შეუძლებელი ხდება. ტერიტორიული ხელმისაწვდომობაც უნდა გავზარდოთ და ალბათ ზუგდიდში უფრო უნდა გავაძლიეროთ ამ მიმართულებით, იგივე კადრების კვალიფიკაციაზეც უნდა ვიფიქროთ. ხშირად თბილისშიც გვხდება ადამიანები, რომლებიც ზოგადად კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრებ ადამიანების სპეციფიკა მათთვის უცნობია და მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ჩვენი საჯარო მოხელეების გადამზადება ამ მიმართულებით. და თქვენს ანგარიშიც იყო აღნიშნული ეს არის ის რომ ჩვენ ვიცით რომ უმრავლესობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალბათ შემაფერხებელი საკითხი და მე მგონი ამ შემთხვევაში უკრაინის მაგალითი ის რომ ისინი არ ცნობენ რუსეთის მოქალაქეობას რომელიც იქნა გაცემული არალეგიტიმურად ცნობენ ჩვენთვის შეიძლება იყოს კარგი მაგალითი და ეკონომიურ საქმიანობაზე მინდოდა კიდე გამემახვილებინა ყურადღება თუ რამე ხდება დღეს ეს ხდება პირადად ადამიანების რაღაც ინიციატივით ეს არის ძალიან არც თუ ისე ფართომასშტაბიანი რაღაცები რაც ხდება და აუცილებელია რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იყოს ჩართული არა თუ შეზღუდვები რომელსაც ჩვენ ვუწევთ ადამიანებს ეკონომიური საქმიანობისთვის პირიქით მე მგონი გარკვეული ხელშეწყობა უნდა იყოს იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით რომ ეკონომიური საქმიანობა არის სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც ადამიანები მოდიან და მით უმეტეს იმ ფონზე როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს ჩვენ სოციალურად დაუცველი სტატუსი ვერ ვანიჭებთ იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვახდენთ მათ გადამოწმებას იმისათვის რომ შეუმსუბუქოთ მათ იქ ყოფა და მძიმე ეკონომიური პირობები არა მარტო გალის რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას იგივე ეთნიკურად აფხაზებს ოჩამჩირის და სხვა რაიონებში რაღაც წამახალისებელი ეკონომიური პროექტები მე მგონი უნდა შევიმუშაოთ და შევთავაზოთ ამის დრო დადგა ალბათ თუ გვინდა რომ რაღაც რეალური ნაბიჯები გადავდგათ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი ვარ დევნილი ხელისუფლებიდან და ამავე დროს ვარ ჟურნალისტურ სამყაროშიც. წლების მანძილზე მივყავდა აფხაზეთის დრო და ახლა აზროვნების თავისუფლებაც პარალელურ რეჟიმში. მე ვარ ის ადამიანი, ვინც აფხაზეთი იცის კონფლიქტამდე, ვიცი იქ რა ხდებოდა ომის პერიოდში, კარგიც და ცუდიც, ქცევები ადამიანების, ვიცი ეხლა რა ხდება აფხაზეთში მეტნაკლებად და ამდენად შემიძლია გითხრათ ერთი რამ. აი ეს კითხვა, რომელიც აქ დაისვა ბატონი ზურაბის, ბატონი გოჩის, მე ვეთანხმები. ვის ჭირდება ამ ეტაპზე ეს ცვლილებები? თუ ჭირდება რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას უნდა ვიცოდეთ, თუ ჭირდება ქვეყანას უნდა აგვიხსნან რატომ და რისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს თემა გააქტიურდა ეხლა პაატა ზაქარიაშვილის პერიოდშიც იყო ეს საკითხი, როგორც სიტყვიან ცეცხლი დაუნთეს, რომ როგორ შეიძლება ამის გაკეთება და ასე შემდეგ, მაგრამ მეტნაკლებად ჩაიკარგა ეს შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ესეთი ჭკვიანური ხედვის ინიციატივა რაღაც პატარ-პატარა წვრილმანებში. მე მინდა ვიკითხო, ხომ არ არის ეს დაკავშირებული სულ ახლახანს გაჟღერებულ აი ამ ინიციატივასთან, რომ შეიძლება უცბად მივიღოთ ჩვენ სამი სატრანსპორტო დერეფანი. თქვენ უკვე იცით, გუშინ გაჟღერდა გუშინ წინ მგონი კიდე, ეს არის აი ქსოჭიდან ზუგდიდამდე, გვირაბიდან გორამდე და სამხედრო გზა რომელიც ჩვენთვის დღემდე არის დაკეტილი და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები უფრო ადვილად სარგებლობენ და საკითხი დგას არის თუ არა ეს საფრთხე საქართველოს. მე ვფიქრობ რომ ბატონმა გოჩამ სწორად დასვა საკითხი რომ უპირველესად ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ბატონოვიჩა თქვენ ბრძანეთ ძალიან ბევრს მუშაობთ გალის საკითხი გალზე თქვენ წარმოგვიდგინეთ ჩვენ და მუშაობთ იმ თქვენი ანგარიშიდან და დიდი მადლობა მინდა ამისთვის გითხრათ თუმცა დღეს მდგომარეობა არის ძალიან რთული და მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ. ეროვნული უსაფრთხოების საკითხები შეთანხმებულია თუ არა იმასთან. ჩვენ თქვით ახლა აი თქვენ ბრძანეთ რომ ეხლა თითქმის ისევეაო ეს კანონი, რომელიც სათანადოდ არ მუშაობსო. დიახ, ზუსტად ის კანონები, რომლებიც ასე ნაუცბათებად მიიღება, საზოგადოებაში განხილვა არ ხდება, ან მკვდრად შობილია, ან არ მუშაობს ზოგადად, ან კიდე კონფლიქტურია. მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ამ ცვლილებების ფონზე თუ ძალიან ფრთხილები არ ვიქნებით, თუ ძალიან კარგად არ დავფიქრდებით, ეს კანონი ჩვენ გამოგვივა კონფლიქტური. და რატომ? დღესაც გადმოდიან, აი ხო, ჩემს გვერდით იჯდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქალბატონი კეთევან ბაკარაძე.
წავიდა რატომ იცით? როდის მოგიხადათ თქვენ, რომ 5 თვის ბავშვია გადმოსაყვანი ახლა იქ, რომელსაც შეიძლება მშობელს ერთის არ აქვს თქვათ საბუთები და არ უშვებდნენ და ჩაერია მთელი ჩვენი სამსახურები. ხდება ხშირად, როდესაც არ ატარებენ შემოვლითი გზებით გადმოდიან, იცით თქვენ ახალგაზრდა ბავშვი დაიღუპა იქ და რაც ხდება, ამიტომ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი იცით რა მშობლებს არავის არ ვაბრალებ, შემოვლითი გზებით არ გამოდა, შემოვიდა და გზაში დაიღუპა ეს ბავშვი. ეხლა მე რა მინდა გითხრათ აქ თქვენ, ჯანდაცვასთან დაკავშირებით არის საკითხები, რომელიც ადგილზე რეგულირდება. მაგრამ მინდა ვიკითხო დღეს. აი აქ ბენდელიანი თუ არ ვწდები, ხო, გამოვიდა სწორად ასო საკითხი. იქ 70%-ით ფინანსდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოქალაქეები. ქართველები, მაგრამ 100%-ით ფინანსდებიან ისინი, ვინც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გნებავთ აფხაზები, გნებავთ სხვები და სხვები. რა ხდება? რა არის ეს? წინასწარ ვაჩვევთ იმ ადამიანებს, რომ ხვალდაზე ეგ რო დაუბრუნდებით ძალიან მალე, რომ დისკრიმინაციული მიდგომა იქნება? მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არის ძალიან მოსაგვარებელი. რაც შეეხება გადასვლა-გადმოსვლას. დიახ, ინფორმაციის ნაკლებობაა და ჩვენ ისე გამოგვივა ბადუნუჩა, რომ ჩვენ დავაჯერიმებთ მხოლოდ საერთაშორისო და უცხოეთის წარმომადგენლებს. გულწრფელად გეუბნებით პლუს იმ მეზღვაურებსაც, რომელთაც გარკვეული ინფორმაცია არ აქვთ. თორემ იმ ბადონა გოჩიამ რო თქვა, რომ ის გონია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკაშია. არ გადმოდის აქ, რა უყოთ იმ საზღვრიდან ამდენი შესვლა-გამოსვლას. ვინ უნდა გააკონტროლოს, რა მექანიზმი უნდა იყოს ამისთვის საჭირო. მერე საქართველოს მოქალაქეები ძალიან ცოტანი არიან და უჭირთო. მე შემიძლია გითხრათ, ამ თემაზე მუშაობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი. დღე და ღამე მუშაობს დაბადების მოწმობების აღდგენაზე და ავიცი, მე არ ვიცი ღამეებს ათენებენ. შეუძლია თავისუფლად მიმართონ ამ დეპარტამენტს, ყველაფერს დაეხმარებიან, ყველა ინფორმაცია აქვს, რაც შეიძლება რომ ბანკში, საინფორმაციო ბანკში გქონდეთ ინფორმაცია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეც არის გასათვალისწინებელი და მინდა ბადონოჩა თქვენ გითხრათ. კონსტიტუცია აფხაზეთის ავტონომურ რესპუბლიკასაც აქვს. აი იქ წერია, რომ აფხაზეთის ავტონომურ რესპუბლიკას უნდა ყავდეს ომბუდსმენი. მაგრამ ორგანული კანონი, რომელიც მაღლა დგას ამ კონსტიტუციაზე, ამბობს, რომ არა. მე ვფიქრობ, რომ იქნებ დადგეს საკითხი, რომ ბადონ უჩა ნანუაშვილს თუ ღმერთმა კარგად გამყოფოთ, ვინ იქნება არ ვიცი, ყავდეს მოადგილეები ცხინვალის რეგიონიდან, ყავდეს აფხაზეთიდან, ყავდეს ომბუდსმენი, რომ მან ძალიან კარგად შეისწავლოს ეს საკითხები, ძალიან კარგად დაარეგულიროს და მას ჰქონდეს ამის შესვლის უფლება იქ. თქვენ მუშაობთ, ვიცით თქვენ რომ მუშაობთ, ზედაპირზე სწავ. ისედაც ძალიან კარგად ვიცით, მე ხა ყველაფერს ვერ ვლაპარაკობ, მოდი აქედან დავიწყოთ, მაგრამ არის ის საკითხები, როცა ადამიანის უფლებების დამცველებმა ცოტა უფრო მეტი აქტიურობით უნდა იმუშაონ. რაც შეეხება ეკონომიკას. მე ვფიქრობ, რომ არის პროექტები და ვთხოვთ ბადნოჩა, რომ სწორედ ამ მიმართულებით გაიცეს ნებართვები ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ძალიან სწრაფად, რომ ეს პროექტები განხორციელდეს. შემხვედრი მოსაზრებებიც არის იქიდან, შემხვედრი. იმიტომ რომ დაიქცა და დაინგრა აფხაზეთის უჩვენოდ. ჩვენ მალე დავბრუნდებით, მე ამას შემიძლია გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ დაინგრა უჩვენოდ. ამიტომ მხოლოდ ის, რომ იცი როგორ გადავიდეს და როგორ გადმოვიდეს, ეს არის ზღაპარი. და თუ ვინმეს ეს თავისვი რაღაცებისთვის ჭირდება, ეხლა ამ დევნილთა აღელვების ფონდზე არ ვიცი, მაგრამ კიდევ ვამბობ, დაიცავით აქ მყოფების უფლებები და ჩვენ შევიდეთ იქ რა არის, შეთანხმების საფუძვლები არ არის. ამიტომ გამომდინარე აქედან მე ვფიქრობ, რომ ბატონ ზურაბსაც ვეთანხმები, ამას ჭირდება ძალიან ფრთხილი მიდგომა. მხოლოდ ის რომ ვერ გადმოდის და ან გადმოდის, აი აჭარაში 10,000 აფხაზია. მათ შორის 2,000 შერეული ოჯახია, ხო? დიდი მადლობა. ძალიან კარგად გადადიან და გადმოდიან, როცა ეს საჭიროა ნებართვებით სახელმწიფო პოლიტიკის ხარჯზე. მე ვთხოვთ ეს გაითვალისწინოთ. დიდი მადლობა. მე ძალიან მოკლედ გამოვეხმაურები თქვენს მოსაზრებას. ეს იმედია თქვენი პირადი მოსწრებია, ხო და არა აფხაზეთის მთავრობის, კი ბატონო, რომ დავაზუსტოთ. რაც შეეხება, ცით რა არის ახლა მე ცოტა არ მინდა შორს წავიდე შეთქმულების თეორიამდე, ხო თუ ვინ არის ამ ყველაფრის უკან აქ ხო გაჟღერებული და სპეციალურად არ გამოეხმაურე, მაგრამ მაინც მინდა თქვა, რომ მოსაწვევი მინიმუმ რამდენიმე დღით ადრე მიიღეთ, ხო ყოველ შემთხვევაში იმ განცხადებამდე ადრე. მე აღარაფერს ვფავობ იმაზე, რომ ერთ დღეში ასეთი დოკუმენტის შექმნაც შეუძლებელია, ხომ? მე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, რომ დაჭირდა წლები და თვეები.
იმას, რომ ჩვენ ასეთი ინფორმაციები შევეკრიბა, გადაგვემოწმებინა და მიგვიღო ეს ანგარიში, რომელიც დღეს წარმოადგენთ. აქედან გამომდინარე, ცდრა არის ყოველთვის რაღაც ხდება, ხან არის რაღაც დერეფანის საკითხი, ხან არის ვიღაცის საკითხი, ანუ ეს თემები პოლიტიკური და ცხელი თემები 25 წელია ნამდვილად არსებობს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში და ამიტომაც ის რომ რაღაც ხდება, ან ვიღაცა რამეს იტყვის, მე არ ფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ, არ უნდა ვიმუშაოთ იმ მართულებით, რომ რაღაც რეალური გამოსავალი მოვძებნოთ და რეალურად უკან არ ვიცი, ვინ დგას ჩვენს უკან. ჩვენ თანამშრომლები არის ხო, არ ვიცი, ხლა მასონები არ არიან ნამდვილად. მე რა უბრალოდ რაც ცოტა ხლა ნახილად ხუბრობ, მაგრამ რეალურად რის თქვა მინდა რომ ჩვენი მანდატი სახელმწიფოს არის სწორედ ის, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებები, მათ შორის აფხაზეთში, მათ შორის ცხინვალში და ეს არის ვალდებულება ჩვენი. როგორ ვახორციელებთ ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ გავააქტიურეთ ამ მართულებით. ხვალ მაგალითად კიდევ ერთი ანგარიშის პრეზენტაცია იგეგმება, რომელიც ეხება ქალთა და ბავშვთა უფლებებს ამ ორივე რეგიონში და ეს არის პირველი მცდელობა ჩვენი, რომ უშუალოდ არა მხოლოდ და იგივე წინა ანგარიში, რომელიც მაგალითად იყო გალის რაიონში და განათლების უფლებაზე, ჩვენ ახლა ხვალინდელ ანგარიში უფრო შორს მივდივართ და მთლიანად რეალურად გალის იქითაც მივდივართ, რა ხდება იქით. ისევე როგორც არა მხოლოდ ახალ გორზებს ვსაუბრობთ, არამედ ცხინვალშიც ვსაუბრობთ, რა მდგომარეობა ქალთა და ბავშვთა უფლების დაცვის კუთხითაც და რეალურად რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში ხელი შეუწყოთ, რა თქმა უნდა, იმ საბოლოო მიზანს, რომელზეც ვსაუბრობდით და მოხარული ვიქნებით უკვე დღეს იქნება სახელმწიფოს ოფისი ამ ორივე ქალაქში, ცხინვალშიც და სოხუმშიც. და პოლიტიკაზეც ვისაუბრებ, მათ შორის იმ საკითხზე, რომელიც ჩვენს დავსვით, ხო, რომელიცაც არაერთგვაროვანი მიდგომა არსებობს, თუნდაც გარკვეული უწყებების მხრიდან, როცა იგივე დაფინანსების საკითხს შეეხეთ, ხო, იგივე პროგრამას, რომელიც სხვადასხვანაირად არის, განსხვავება არის. ჩვენ ამაზეც გვაქვს რეკომენდაცია და ვსაუბრობთ, რომ ეს პოლიტიკა არის შესაძლებელი უკვე რამდენიმე წელია მინიმუმ, რომ არ შეიძლება ასეთი არათანაბარი მიდგომა იყოს გალელებს ჩვენს მოქალაქეების მიმართ და იგივე დანარჩენ მოსახლეობას შორის, ხო და ანუ ამ მართულებით მე ვფიქრობ არის ძალიან ბევრი რამ შესაძლებელი, მათ შორის ამიტომაც ვსაუბრობდი, რომ ერთიანი პოლიტიკა უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, რომ ცალკეულ უწყებებს არ კონდეთ განსხვავებული, ან არ იყოს ამოვარდნილი საერთო ხედვიდან მათი კონკრეტული საქმიანობა ან პროგრამა და იყოს ასე ვთქვათ ერთიანი სტრატეგიის ნაწილი. ხო, პრინციპში ეს თუ არის კიდევ კითხვა, მე აღარ მინდა ძალიან ბატონოს ვფლობ. თქვენ ბატონო სახალხო დამცველო შეეცადეთ, რომ შეცდომაში შეგვეყვანეთ ჩვენ ყველანი აშკარად, იმიტომ რომ თქვენს უკან არის მიხეილ მიზიაშვილი, რომელიც ჩემი ინფორმაციით მასონია ნამდვილად. მოკლედ მინდა გიორგის ჩემს კარგ ადამიანს უთხრა, რომ აზერბაიჯანი არ მოვიყვანია კარგ მაგალითად, მოვიყვანე, რომ ცდილობენ კანონის დაცვას და აკონტროლებენ გადაადგილებას ხალხის და ჩვენ არ ვაკეთებთ მეტ. ძალიან შორსავა რა თქმა უნდა, რომ მათი მიდგომები სწორია. მიშა ბოდიში, რომ ყურადღება მოვართე შესკენ. მინდა ამ ინსტიტუციას, სახელმწიფოს ინსტიტუციას დიდი მადლობა უთხრა ამ ინიციატივისთვის. რომ იმაჩნია, რომ ეს კონფლიქტები, რომელიც ასე შემდეგ მოხდება, სწორედ იმ ქვეყანაში მოხდეს, არის ეს ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის და დარღვეული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების წყალებში სასარგებლოდ. სანამ ჩვენი ქვეყანა და სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა აღწევს ამ ტრადიციას, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების თემები ზედმეტად დომინირებენ. ყველა ნორმალურ დემოკრატიაში არის ეს დილემა, ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების შორის. და სწორედ სახელმწიფოები, სადაც ეს ბალანსი დაცულია, განვითარებული დემოკრატიების, სადაც ეს ბალანსი გადახვილი არის წყალებში სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით არ არის. დემოკრატია ჩვენ სწორედ ასეთი წარსული განმავლობაში იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ჩვენ სწორად მოვზოვ. სწორედ ამიტომ მომწონს მე, რომ სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციები უფრო ადამიანის უფლებების ეკნობა სხვანაირად ვერც იქნებოდა, ხო ეს ადამიანის უფლებების დამცველი მთავარი ინსტიტუცია ჩვენ ქვეყანაში სხვა პოზიცია ვერც იქნებოდა. ამიტომ მინდა მივესალმო კიდევ ერთხელ ამას და გადავჭირო
არა მხოლოდ ზურგიდან. დიდი მადლობა. ბატონ ზურასაც და აკუსტომ ყველადან ესალები პარისზე ასმოთუ მოსაზრებებსაც, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ცოტა უფრო მან შეხებული ადამიანების ხელმძღვანელი დაგანახოთ. მე რამდენიმე წლის წინ ხორეში ნახე დაბრუნებული ადამიანი მოხუცი, რომელსაც გადაადგილებაც არ შეეძლო და შეიძლება წავიდა რადიკალში, რომელიც ვერ მოდიოდნენ მასთან ძების განმავლობაში. მეზობლებს უკან აბაშენ ეში უნდა თამაშობდნენ მიაწოდე გადაადგილე შეიყარე გამოიყენდა მას ერთგვარად ხაერი გაცხა გაეხსნა როცა მივეცით საშუალება იქიდან შემოსულიყვნენ ჩვენთან ადამიანები ტაქსის პრობლემის მისაღებად. მე ერთი კვირის წინ ბატონო ჩაჩევაძე ბატონო სამინისტროების რომ ადამიანი რომელიც ამოვიდა მოხუცი მშობლების სანახავად დაიჭირეს საზღვართან წარდეს პასპორტი წარდეს მოსწრობა მართვის მოსწრობა იმის გამო რომ ცხიმაში იყო სადებული და მთელი თვენახევარი აქ აყურებდეს პურის ფული აღარ ჰქონდა იმიტომ რომ ორი დღით ჩამოვიდა განამშრომლები ის პურის ფული რასაც ჩამოვიდა ისიც გამოილია და უკან წახვის უფლება და ნებართვა არ ჰქონდა გაიყვანეს სისხლის სამართლის საქმე გახსნეს 2500 ლარი დააჯარიმეს და ასე უნდა მდგომარეობაში ჩაგდეს ის ვერ ვინახვები ეროვნული უსაფრთხოების წარმოადგენელსაც რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საკვირველია ნებისმიერი შემოწმული არ უნდა შემოუშვას მაგრამ ეს უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა ეს არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხარჯზე რომლებიც მოდიან და კეთილის ურბილებს რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობა ჩვენ გვინდა ის ჩვენი ძველი სამყარო მოვინახულოთ და ამ რომ ჩვენ რაღაცა გართულ მაღალ ბარიერებს გაწესებთ მართალი მზადე რომ ჩვენზე მიეწოდათ როცა იქ ვინა შეცდა მე იქ გამიზარდე სკოლაში იქ სწავლობდი უნივერსიტეტში იქ სწავლობდი იქ ჩემი სახლია ვერ შევდივარ ესეც არის პირველი ორივე მხრივ იხარშება ადამიანი რომელიც შეიძლება ოჯახის დამოუკიდებელია დედა ქართლისგან გამოვასწრა მამის სახლი იქ არის დედის სახლი აქეთ არის იქ ვერ შევდივარ ხო ასე გავაკეთე რომ არც აქ შემოუშვა ისინი ვინც მოდიან თავის სახლში დაინახონ ის ფერზები ის კერა ძალიან ცუდად იქცევიან რასაკვირველია ეს არ არის მიღებული ეს არ არის მისაღები პირველად უნდა იყოს მიდგომა ინდივიდუალური იმ ადამიანების მიმართ რომელიც შემოდის ისე ვამბობ თავისი კეთილი განსწრაფით და შემოდის არაკეთილი განსწრაფით აი ამ შემთხვევაში მისაღებია ისიც რომ შემოვიდნენ ისინი ვისაც ვიცნობ და ვიცით რომ ნამდვილად აქ დაიბადნენ და მე ერთი ბავშვის ნატრა მახსოვს რომ მე მინდა ალაზის წყალი ერთხელ მაინც გადავილო თავიდან ფეხებამდეო აი ასეთი ადამიანები ძალიან ძნელია რომელიც არ მინდა დრამატიზება გავყარეთ აქედან და ახლა ვამკაცროთ კანონი რომ ისინი აღარ შემოუშვათ არ შემოუშვათ ისინი რომლებიც ზიანს მიაყენებენ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ჩვენს სახელმწიფოს ჩვენს თერს დანარჩენებს რა თქმა უნდა კარი შედარებით ლიბერალური უნდა ქონდეთ ხელი უკაცრავად ჩემი ემოციებისთვის ძალიან დიდი მადლობა მე ვფიქრობ რომ ამ ნოტაზე მინდა დავასრულოთ დიდი მადლობა რომ დღეს იყავით ჩვენთან ერთად მე ვფიქრობ რომ კიდევ ვიმეორებ რომ რა თქმა უნდა ეს ჩვენი ხედვა არის წარმოდგენილი უბრალოდ ჩვენ გვიდა რომ ამ საკითხებზე იყოს უფრო მეტი დისკუსია ჩართულობა ყველა დაინტერესებული მხარის და საბოლოო ჯამში იმ კონკრეტულ შედეგამდე მისვლა რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას და რაც თავარია ადამიანების უფლებების დაცვას ამ რეგიონებში დიდი მადლობა კიდევ ერთხელ